აი, დავიწყო, მზად ხარ? გინდა დავიწყო თუ არ დავიწყო, დავიღოთ კიდე ხალხ ვინმე შემოვა, რას ფიქრობთ? დაიწყე. qola წესით არ შემოვა. აი, რა ახლა ამოცანა განვიხილოთ, უბრალოდ რა ამოცანაა და როგორი ამოცანაა რა. მოკლედ, განმოგვეცემა კითხვა, მაგ კითხვის პასუხი და მაგ კითხვის კიდე რამდენიმე პასუხი, რომელიც დაგენერირდა language modelis გან მაღალ ტემპერატურაზე რა, მაღალ ტემპერატურაზე დაგენერირებული პასუხებია რა, supporting answers. Answers რა თქმა უნდა language modelis-ა. ეს supporting answer-ები არის language modelis მაღალ ტემპერატურაზე, არც რა ტემპერატურაზე და ну, ეს ტოკენები არის რეალურად ეს ამ supporting answer-ების ტოკენიზირებით მიღებული ტოკენები. და supporting probabilities, ანუ ამ ტოკენების ალბათობები. და რა თქმა უნდა, მე ის correct, ანუ label-ი არის თუ არა ეს სწორი, არის თუ არა ჰალუცინაცია, ხო? ხო, ან სწორი თუ არა. აი, ეგ გავიგეთ, ხო? და ჩვენი ამოცანა არის დავადგინოთ, ანუ არის თუ არა ჰალუცინაცია, ხო? აი. ჯერ მონცები ნახოთ როგორია. როგორ მხდება მაგის ის რა შეფასება, ნუ რო გაუკით, ანუ area under the curve-ით, შედგება false positives და positives, ნუ ეს გრაფიკია ყველა მის თქვენ გონი რაზეც ვსაუბრობ და ეგ მე შეფასდება ასე რა, ანუ თუ რო გაუკის სკორი არის 0.82-ზე მეტი, მაშინ 100 კულა იქნება, თუ 0.7-დან 0.82-მდე წრფივად დასკალირდება და თუ რო გაუკი არის 0.7-ზე ნაკლები, მაგ შემთხვევაში პირდაპირ განმდება. კაი, კონსტრეინტები რა არის? რა GPU არ გვაქვს, არ შეგვიძლია ნეირონული ქსელების გამოყენება ფაქტობრივად, ერთ-ერთი რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ იქნება online ხისებრი მოდელი, online Scikit Learning მოდელი და ნუ ზოგადად ეს ამოცანა არის ცალსახად feature engineering-ის ამოცანა რა. ანუ რეალურად NLP-ის ამოცანა უნდა გამოვიყვანოთ სტატისტიკური და არა მარტო სტატისტიკური ფიჩერები, რომლებიც კარგად ასახავენ ჩვენს დატას რა. ანუ იდეაში ეს ამოცანა ცალსახად მთლიანად დატასთან ჩარჩია, მეტი არაფერი არა რა. კარგად ჩაურმავდე, ნახო განაწილებები, ისა მოკლედ. დავიწყოთ. პირველი პროსომოცების ჩაწერა არის ამის, შეგვიძლია ეს დავიგიდოთ. და ხო, ნუ ეს ადამიანი არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ძალიან ხმად ჩაეძია ამ ამოცანას და კარგია. ხო და პირველ რიგში რაც საკეთებდა იყო რომ უბრალოდ მონცემს ათვალიერებდა, ანუ სტატისტიკებს ათვალიერებდა რა. რამდენი უთხოვდა ერთმანეთს. მაგასაც ნახავთ რა თქმა უნდა. აი ეს კოდები ძალიან ტრივიალურია, ანუ null value-ებს ამოწმებს თუ მაქვს მონცემებში, ვალიდაციაშიც და ტრენინგშიც და ნუ არა მაქვს საკმაოდ კარგი მონცემი მოხსეს, მადლობა მათ. და პროცესორ ზომებს ათვალიერებს რა. აქ კიდე ნუ პირდაპირ რაც გითხარით ის არის supporting probability, supporting tokens და supporting answers. Token-ი answer-ი question ID. აქაც very საინტერესო არაფერი არა. პროცესორ დასემპლს დატას და ნახავს როგორი არის. და ხო, მე არის უკვე თვითონ მონაცემებს ათვალიერებს ტრენინგის answer-ებს მაგათ სიგრძეებს თქო გულისხმობ ანუ აი lambda text length explicit ანუ რას ნიშნავს ეს რა ეს არის პროცესორ დასპლიტა ტექსტი და space bar-ზე და მაგის სიგრძე ნახა ანუ უბრალოდ სიტყვების რაოდენობა არის ეს რა ან თითოეულ answer-ზე ექნება ნუ აი ეს სტატისტიკები რა ან count-ი რამდენი არის რეალურად მაგ იმაში length mini ანუ მინიმალური მაგ array-ში რაც მაქვს მაქსიმალური რაც მაგ array-ში მაქვს საშუალო mediana და სტანდარტული გადახრა. იგივეს გააკეთებს მე იმაზე supporting probability-ებზე რას გააკეთებს ანუ პროსტა ის არის გადაუყვება და იგივეს გააკეთებს არაფერი ის პროსტა გადაყოლა არის და ეგ არის. აგერ გადაუყვა და ამატა ეგ array-ში და პროსტა გადააქცია მე ნუ დიდ array-ით გადააქცია რა ნუ numpy array-ით. და მე მაგას პროსტა გადა ნუ რაც 12000 11000 ნუ თითოეულ კითხვაზე არის მე მგონი 4 supporting answer-ი თუ რაღაცა და ნუ 4 ჯერ მეტი გამოვა რეალურად 2900 რა. და ნუ ეგ არის სულ რა. აქ სტატისტიკა პროსტა დათვალა იგივენაირად რა. ანუ აქ რო ქონდა პროსტა array იგივენაირად numpy array ან PD series იქნება ალბათ არ ვიცი არ დიდი მშრალობა არა აქ რა ამას რა. ანუ პროსტა იგივენაირად აქაც გადაუყვა და
დათვალა ეგ სიგრძეები, ჩაყარა ერთ ერეში და მე ზუსტად იგივე მეთოდები გამოიყენა რა. მინი, მაქსიმ, მინი, მედიანა და ესტიდი რა. გაუშვა და ნუ იდეაში კარგი რაცა აქ ანუ ემთხვევა ძალიან რა. ფაქტობრივად ეს რას მეუბნება რომ ეხლა ამის შემდეგ კიდე გავაკეთებ ამას რა და დავუტოვს რა, მაგრამ ვარაუდი გამოთქვა ეგეთი ამ მონაცემის მიხედვით რომ გადაწილება იქნება ძალიან მსგავსი ვალიდაციასა და ტრეინს შორის. რაც არის კარგი, იმიტომ რომ ესე იგი რაღაც აბსურდ მონაცემებზე არ გავტესავთ რა. იქნება ძალიან ახლოს ტრეინს და სატრენინგოზე რო გავცვლით დაახლოებით იგივე შედეგს მივიღებთ ვალიდაციაზეც. ნუ ეგ მაგას ნიშნავს რა უმეტესწილად რა, მაგას ნიშნავს, აბა რას უნდა ნიშნავდეს. კედე პლოტები, ნუ მე მგონი იცით, მაგრამ მაინც ვიტყვი რა არის. ეს არის density function-ი, ანუ იდეაში ამის ინტეგრირებით, აი ამ ფუნქციის ინტეგრირებით მე მივიღებ 1 holds. ანუ კიდე პლოტი ეგ არის რა, ან density function-ი, probability density function-ი ავაგე იმის მაგალითად რა, number of words-ი როცა სატრენინგო დათის number of words-ი იმისი რა ქვია ვალიდაციის და მე არის ნუ იგივე ოღონდ ტოკენებზე რა. ეგ კედე პლოტი ვინმეს ხო არ არის, ვინმესთვის რამე უცნობია რამე რა, მაშინ მითხარით ეგრევე რა, იმიტომ რომ საკმაოდ საჭირო რაღაც არის და მე მგონია რომ ძალიან გამოგადგებათ ხოლმე რა ზუსტად ესეთი ტასკებისთვის რა. ეხლა ვიმითხარით და ნუ უფრო დეტალურად ჩავეძიებით რა რასაკეთებს. მისაღებია. კაი, ანუ კიდე პლოტი რასაკეთებს ახლა კიდე უფრო ვიტყვი. ანუ ეს არის იდეალური, თითქმის იდეალური თული, რომ შეადარო განაწილებები. აი ხა რას უყურებთ ჩვენ რა, ანუ ჩვენ უყურებთ რეალურად უბრალოდ განაწილებებს ორი სხვადასხვა იმისი რა მონაცემის რა, ერთი არის ტოკენების ოდენობა და ერთი არის სიტყვების ოდენობა. უბრალოდ, ნუ ეს არის ვალიდაციაზე. ეს არის ტრენინგზე რა. არა, ვალიდაციას ტრენინგზე კი არა, ბოდიში შემეშალა. ეს არის პასუხებზე და ეს არის ალტერნატიულ პასუხებზე რა. ოკეი? ეს არის alternative answer და ეს არის token main answer. ამერია მაგათიეთ. და მაგათ მე ვსადარებს რა, ალტერნატიული ანუ ტემპერატურით, ხო? ხო, ტემპერატურით რო ქონა რა, აი ეს ტიპები რა სად არის. აი აქ ლისტი არის პროსტა supporting answers. აი მოდი ზემოთ ავალ და უფრო განახებ რა. აი ნახე supporting answers-ი არის პროსტა ლისტი ხოლმე. შეიძლება რაც რამდენი პასუხი იყოს და არის მაღალ ტემპერატურას დაგენერებული რა. და ხო, ანუ ალტერნატიულის ტოკენების განაწილებას ნახე, სიტყვების განაწილებას ნახა და მთავარი პასუხის ტოკენების განაწილება და სიტყვების განაწილება ნახა რა და შეადარა ერთმანეთს რა, ნუ რაც ამ იდეაში. თუ სიტყვების განაწილება და ტოკენების განაწილება ნუ ერთმანეთს ძალიან გავს და რაც ლოგიკური არის მომენტ, ნუ ანუ იქ რატომ უნდა იყოს ალოგიკური? ანუ ტოკენები და სიტყვები, ტოკენები ხო რა იყო. ანუ ერთი რაღაც მაინტერესებს. ამ განაწილებას ხო ვაკვირდებით ახლა და რომ თქვი რომ ტრეინინგზე და ვალიდეიშენზე ანუ ერთი და იგივე შედეგს მოგწონს მიახლოებით და მაგას ნიშნავს პირდაპირ, ანუ ამის გარდა რას ხვდებით ხოლმე, ანუ როცა ამას ვაკვირდებით. თუ ცოტა უღოს რო შეკითხვას აქვს, ანუ ცოტა უღოს რო არა, ანუ კარგი შეკითხვა არის რა. რეალურად ანუ რა იმაზე ნაწილდება ყველაზე მეტი, მაგასაც ხვდებით რა. რა უბანზეა ყველაზე კარგად გადაწილებული. მაგას ახლა სხვა სიხშირული პლოტითაც ნახავ რა. მაგრამ უბრალოდ მაგის უფლებასაც გაძლევს KD პლოტი და ასევე ნუ განაწილებების იმასაც რო გაძლევს ეგ ძალიან კაია რა და მაგის მეტი არ ვიცი ხა ამ მომენტში მე ვერ ხედავ ამ შემთხვევაში რა შეიძლება იყოს მეტი გამოყენება და ვერ გიპასუხება შესაბამის ამ კითხვაზე რა და არც სხვა შემთხვევაში გამოვიყენები ამ ძირითადად სულ ვაკეთებთ ხოლმე მაგას რომ უბრალოდ განაწილებები შევდაროთ რა განაწილებები თუ არ ემთხოვა ესე იგი ვალიდაციის სეტი ცუდი მაქვს ან სატრენინგო სეტი ცუდი მაქვს და ნუ რაღაცა დატაში არის გაპარული რა ხვდები ან მაგას იდეაში ხო დატის აბნორმალიტის ვამუღამებ ეგრე რა და ნუ თუ მაგალ ვალიდაცია აი აქ რო ისა რა ყვითელი აქით რო იყოს გადმოწეული რა ვიხვდებოდი რომ ცუდად ამონცემი შედგენილი რა და მაგდროს კიდე სხვა მიდგომები დამჭირდებოდა რა ვალიდაციას ხელი ჩახედვა და ნუ ასე შემდეგ რა ვალიდაციის სეტზე ასე ვთქვათ ცალკე EDA-ის გაკეთება მომიწევდა მაგრამ არ მომიწევს ამ შემთხვევაში ან მოდელირების გზას შეგიცვლიდა რა ეგ რა ხვდები
სხვა გზით მოგიწევდა წასვლა, იმიტომ რომ განაწილებები თუ არ მითხო, ესე იგი აზრი არ აქვს, ჩემს სატრენინგო მონაცემებზე გავხსნი თუ არა, რა აზრი აქვს, ხო? მაინც სხვა შედეგს მომწევს, იმიტომ რომ ვაფშე სხვა განაწილება არის. ვაფშე სხვა არა, მაგრამ უარეს. ოკეი? ეგაა. ხო, ეს პლოტები ხო, აი ტრივიალურია, რასაც ამბობს პირდაპირ წერია რა. განაწილებები გავს და просто number of force და number of tokens არის აქ რა. Alternative answer-ებში просто შედარებით მეტი ტოკენი არის. რაც 25-ზე არის, ვიდრე პასუხებში. პასუხებში არის დაახლოებით 22 თუ 23, არ ვიცი ეს რამდენი არის. ხო, სიტყვებში კიდე აქ ორივეგან 20 არის რა პიკი რა. აი, აქაც ვაგრძელებთ რა. აქ რას აკეთებს? აქ უყურებს განაწილებას, იმის რა ქვია. ჩვენ რა გადმოგეცემა გავიხსენოთ, ანუ supporting answer-ები არის მაღალ იმაზე რა ქვია. ტემპერატურაზე დაგენერირებული პასუხები და ჩვენ გვინდა გავიგოთ ახლა მაგათი ალბათობებით შესაბამისად კარგად არის განაწილებული როგორც მაგალითად ეს ტოკენები რა, ტოკენების სიგრძე, იგივენაირად არის თუ არა დაახლოებით განაწილებული და ხო, ანუ არის ძალიან გავს აქაც განაწილება ვალიდაციის და ტრენინგის იმის რა ქვია. ვალიდაციის და ტრენინგის ალბათობები რა, ამ supporting probability-ში. კოდსაც შევხედოთ, კი ბატონო, ეგეც არ არის პრობლემა. Probability list-ები არის просто supporting probability-ებს გადაუყვება და ამატებს, ან ეგ ხო რა იქნება? ან просто ლისტების ლისტი იქნება. თუ ლისტების ლისტი იქნება. აღარც მახსოვს. მოსკროლ. ილაპარაკეთ ხალხო, ანუ რა, ნუ ხართ ეგრე ჩუმოთ. ლისტების ლისტია რა. ლისტების ლისტი იქნება. ან როგორ მომთხოვლიყო? რო არ დამთხოვლიყო? ვალიდაციის სეტში მომიწევდა უფრო მეტად ჩახედვა და სატრენინგო სეტის მერე შესაბამისად დამთხვევა, ასე ვთქვათ, ხვდები? ანუ უფრო მეტი feature engineering-ი მომიწევდა, ან feature engineering-ი ან მონაცემების წმენდა, რომ საბოლოოდ მე კიდე რომ ვნახავდი ამ განაწილებებს რა, რომ დამთხვეულიყო, ან ახლოს ყოფილიყო სატრენინგო სეტი იმასთან, ვალიდაციის სეტთან. მოიც თუ არ დაემთხოვდა მაშინ, ანუ რთული არ იქნებოდა რეალურად ტრენინგი. ძალიან რთული იქნებოდა. თითქმის შეუძლებელიც იქნებოდა. ან თუ მაგის შემდეგადაც სხვა მონაცემები იქნებოდა, ერთი იქნებოდა რაღაც სხვა ხო, მეორე ეს თქვი ძალიან. ხო, ან წერან ეგ თუ ზუსტად რომ ძალიან გართულდებოდა და თუ არ დაემთხოვდა, მაგ შემთხვევაში მომიწევდა სატრენინგო და ვალიდაციის სეტების კარგად გაწმენდა რა. უფრო მეტი იდეის ჩატარება და ექსპლორატორი და ანალიზის ჩატარება და არა მარტო რა. წმენდაც ძალიან ბევრი მომიწევდა, რომ ან საბოლოოდ რაღაც მიახლოებული ყოფდებით. ანუ ჩემი მიზანი არის რომ მაინც ანუ რაც ახლოს იყოს რა ეგ განაწილებები, იმიტომ რომ თუ არ არის ახლოს განაწილებები, მაშინ რა აზრი აქვს ვერ ანუ ერთზე რო გავცვლი მოდელს, მეორე რანაირად მეორე დატასაზე რანაირად იმუშავებს თუ ვაფშე სხვა მონაცემებია. ანუ ამიტომ მინდა რომ დავაახლოვო ეგენი რა და წმენდის თემა არის რა უბრალოდ რა და პრეპროცესინგის. ვთქვით ამიკო? აი, კი. ჯიგარი. ხო. აქ რა ხდება ახლა ზუსტად არც არ რთული რა, просто probability-ებს მე ლისტში აგდებს და ნუ იმაშובה, ასაშუალოებს რა, მაგ თითოეულ იმას probabilities. და მე პლოტავს რა, მართლა ეგ არ არის დიდად განსაკუთრებული არაფერი, просто საშუალო probability-ებს ითვლის და მე მაგას პლოტავს ორივეს და ნუ დაპლოტა და დაახლოებით ესეთი გრაფიკები მიიღო და რაც ასევე იმას მიანიშნებს, რომ გავს ერთმანეთს განაწილებები და შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ რა. ხო, ეს არის ლეიბლების განაწილება. შეგიძლია წამით იმას რა ქვია, ტემპერატურის EDA-ზე. ტემპერატურა ან პროცესის განა, ხო? არა, ეს რო იყო, KD გრაფიკები რო იყო. კი ბატონო, აჰა. თუ დავაპატარა. საჭიროა? აი 100-ზე რაღაცა მინი პიკი რატო აქვს? ამაზე? დიდი ალბათობით ეს რამე outlier-ი იქნება რა. რომელსაც ნახავთ აუცილებლად და არ კი outlier-ი გამახსენდა. 100 ტოკენიანი იყო და მეგონი გადასაგდები იყო, იმიტომ რომ რაღაცა პრობლემა ქონდა. Okay? გასაგები. აი ეგეთი რაცები უჭველი უნდა ნახოთ ამიკო რა. აი ხა კარგია რომ დაიჭერე და ეგეთი რაცები აუცილებლად უნდა ნახო. შენ აი მე ხელით უნდა ნახო ხოლმე რა. და ნახე რა პატარა პიკი აქვს რა, ანუ აი density ვაფშე თითქმის არა აქვს. ანუ უჭველი ერთი ან ორი მონაცემია, უჭველი უნდა ნახო ხელით. შეიძლება ძალიან ცუდი რაღაც იყოს გაპარული. Okay?
ეგეთ რაღაცები უნდა დაიჭიროთ იქ უეჭველთან. ხო, განაწილება ანუ false-ების და კოდის ჩახედოს თან რა ხაზი просто value counts-ი გაუშვა და მე დაპლოდა. არაფერი ისეთი არა რა. კაი, და ეხლა უკვე ვალიდაციაზე მე გადავიდეთ. ანუ მონცემები სწორად შედგება თუ არა რა. ანუ იმიტომ რომ ზოგადად language მოდელები ხო გაიარეთ, როგორ აგენერირებენ პასუხს. ანუ answer token-ი და მერე slash answer token-ი თუნდაც რა. ხო? ანუ ეგ ტოკენებში ხო არის რა, მაგალითად მე მქონდა ესე ადრე language მოდელი, რომ q token-ი იყო რა, q token-ი და მერე slash q token-ი იყო. და ნუ შემდეგ აი მე რა ვქენ. და ანუ ამაში იყო რამე question-ი რა. და მე ვასწავლდი მოდელს ასე რა, მქონდა რაღაც answer-ი რა. და ნუ ამის შემდეგ უნდა დაეგენერებინა თვითონ. ანუ ამას ვაძლევდი მაგალითად input-ად, ამით მე დაგენერირებდა აი აქამდე რა. ეს ხოლმე ჩემი ალგორითმი რა, რომ ნუ ესე ნუ ალგორითმი რა, ანუ პრობლემური თემა არის რა, ეგრე უნდა გააკეთო რა. ანუ q token-ებს აძლევ, მე a token-ს უთითებ, რომ უნდა დაიწყოს answer-ი, ან მოდულს უნდა მიახვედრო, ანუ თვითონ მოდელი, ნუ რა თქმა უნდა, ესეთ მონაცემებზე იქნებოდა გაწნილი რა, q და q/q და answer-ი და /answer-ი რა. და ანუ ეცოდინებოდა უკვე რომ ნუ /answer-ზე უნდა გაჩერდეს და answer-ზე უნდა დაიწყოს რა. და ნუ answer-ზე ეს მიუთითებდი ხოლმე ამას inference-ისას და მერე იწყებდა გენერაციას რა. ზოგადად ამ მომენტში GPT-ს ეგრე იქნება, ან რამე ეგეთი დიდი language მოდელები ანუ ეგრე არის რა, question answering task-ზე ეგრე იცნობია ხოლმე. ანუ ხო გახსოვთ? და ხო, ანუ აქ იდეაში თუ დავაგვირდებით რა, რომელიმე მონაცემს ავიდეთ ზემოთ. ნახოთ აბა. answer-ში არ მაქვს, მაგრამ აქ მაქვს, ნახე? ანუ აი ქვემოთ არის supporting token-ში არის answer-ის ისა. კი, აი ესა დებილობა რა. ესა დებილობა ჩვეულებრივად. იმენ მაღალ ტემპერატურაზე რომ ვერც მიხდა სანდა გაჩერებული, სანდა დაეწყო. მოკლედ. და ეს რაღაცებს აგენერირებდა. ეგეც რაღაცები უნდა წავიჭიროთ. და პირველი რაც საკეთებს არის ის HTML-ს დაწერილი answer-ები ეგენი არის ჯართი? HTML რა? არა, ეს HTML-ი არა. არა. თემიკო. просто დავარქვი. ხო, არა, ეს HTML-ს არის ჩვენები answer token-ი რა. ანუ ყველა language model-ში არის ხოლმე ეგეთი token-ები რა. fine tuning-ს ამატებენ, რომ მოდელს კარგად მიახვედრონ, სად უნდა დაიწყონ გენერაცია. და ესეთი ჯანკი იმიტომ დაუძახეთ და ნაკავი იმიტომ დაუძახეთ, რომ იდეაში უნდა თუ არის დაგენერებული რა, უნდა წესიერ უნდა იყოს დაგენერებული და აი შუაში მაგალითად ერთ სიტყვა რო წერია answer-ში რა. აი ზამანიც არ არის რა, სწორი რა. ან შეიძლება ან მომეტრატო შეიძლება იყოს სწორი, ოკეი, ბაზარი არა, მაგრამ მაშინ ან მოკლედ ნახე, ჩვენი ვალიდაცია როგორ უნდა მოხდეს ესეთ მონაცემების რა. იყოს ოკეი, ერთი სიტყვა, თავი არის რომ შუაში რაღაც ეწეროს. ეგრე შევხედოთ ვალიდაციას, ოკეი? შუაში რაღაც უნდა ეწეროს. და რაღაც გადაბმული რაღაცაირად არ უნდა იყოს ეს answer-ი რა. აი ქვემოთ ნახავთ ეგეთ ცუდად დაგენერირებულს რა, მაგ ტოკენებს, იმიტომ რომ ალბათ ძალიან მაღალ ტემპერატურაზე გაუშვეს რა. ან მოდი ეგრე ვთქვათ, რომ ჯერ ეს არ უნდა იყოს დაგენერირებული და მერე ეს, იმიტომ რომ ნუ ეს ამთავრებს რა. ჯერ ამას თვალგენერებ და მერე იმას, ესე იგი მოდელმა ვაფშე გაუბერა. ხო? ანუ ვალიდაციას არ შევხედოთ ისე, რომ უეჭველი სწორი უნდა იყოს იმას შორის რა, უბრალოდ დატის ვალიდაცია ისე მოვახდინოთ, რომ უნდა იყოს ესეც ერთხელ და უნდა იყოს ესეც ერთხელ რა. ორჯერ და სამჯერ არ უნდა იყოს. ხო. ხო, ან მაგას აკეთებს ხა ზუსტად რა. ან თუ ერთი არ არისო, ესე იგი invalid record-იაო რა. answer token-ს ეძებს და /answer token-ს ეძებს და თუ ერთი არტოლი, ანუ მაგათი count-ი, ბავშვში invalid record-ებს просто ზრდის და აფენდებს list-ში index და alternative answers რა. ანუ მაგ კონკრეტულ რაღაცა tips. აი. და აგერ არის, ნუ აი ეს წერა ვთქვი რა, რაღაც უცნაურად იყოს დაწერილი მეთქი ნახე, ვაფშე ამოვარდნილია ხო? ანუ არასწორად წერია ფაქტია და ეს არის ცალსახა ჰალუცინაცია, მაგას ჩვენ ისეც მიხვდებოდით რა. ხელით რო გვენახა, ისეც მიხვდებოდით უეჭველი და ნუ ესე რომ კოდით რომ მიხვდით, ეგეც კარგია რა, პროსა იმითი რა ქვია. ჰარდრულებით.
ხო, წერო გითხარი. ეგ ერთი უნდა იყოს, მეთქი რაც გადაჯვარებული და არეული არ უნდა იყოს თქო და მეორე მოდი ეგეთი ფილტრი გავაკეთოთ თქო, რომ შუაში უნდა იყოს რაღაც მოქცეული აუცილებლად. ან სარიელი შიგნით უნდა მქონდეს answers და slash answers შორის. ხო. შესაბამისად, ნუ ეგეც მეორე იქნება ფილტრი და აქ არაფერს არ დაგვიბრუნებს, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაცა არსებობს ამათ შორის რა. აი, ეს მეც ვისწავლეთ, როცა გავარჩიე, არ ვიცოდი ეს. ანუ კვანტილებს რო ნახულობს, მე upper bound-ი ითვლება, თურმე, ნუ ეს 2.5 პროცენტი აქვს აღებული რა. ანუ ნახე 0.75-იანს და 0.25-იან შორის არის პროცენტი. მაგაც ხოვებას რო იწვის, ანუ ფაქტორია შუაში 0.5 რო არის. იმას ნახულობს რა, იმის კვანტილს და მე ნახე რას აკეთებს upper bound-ი არისო აი ეს Q sums, ანუ 0.75-ზე კვანტილი რაც არის. იმას დამატებული 2.5-ჯერ აი ეგ წერან რომ შუაში მოქცეული კვანტილი რა. და ეს 2.5 მოიგონა, რეალურად 1.5 ყოფილა ეგრული, ეგ წესი. upper bound-ს ეგრე ითვლიან ხოლმე და მე ვიზახია რომ ნუ ამის იქით რაც მოხდება რა, outlier-ია. ანუ თავარი main length-ი რაც იყო სიტყვების სიგრძე answer-ში. მაგის კვანტილებს ნახულობს და upper bound-ს ნახულობს აი ესე. და ეს არის დაიმახსოვრეთ პროცესა რა, 1.5 უნდა ეწეროს. მაგრამ ამას 2.5 წერია და ნუ ეს რაც ფორმულა არის, თურმე, რომელიც upper bound-ს ნახულობს და იტყვის რომ ნუ ამის იქით შეიძლება იყოს outlier-ი. შეიძლება იყოს. უეჭველი იქნება არ წერია. შეიძლება იყოსო რა. იმიტომ რომ აქ ხელით რო გადახედავ, აშკარად არ არის outlier-ი რა. ანუ დიდი პასუხებია, მაგრამ outlier-ს იმენა ვერ დაარქმევდი ამას. იმიტომ რომ პასუხს აშკარად ცემს სწორად. ოკეი, ეს გავიგეთ. ეს ჩემსაც ახალი იყო და მაგითო ან მინდა რომ თქვენს გაიგოთ რა. ეს upper bound-ის გამომიყენები, მაგრამ ეს პირველად ნახე პირადად. ხო, არა, კვანტილები მეც გამომიყენებია და ეს მეც პირველად გავაკეთე რა. ესეთი წესი, ასე ვთქვათ. მაგრამ რავი, საინტერესოა რა, შეიძლება სადღაც გამოგადგეთ რა და აქ რო ავხსენი რა, შეიძლება იქ გაგახსენეთ რომ აი მიქამ რა სადღაც ახსენაო და ბოლბოლ დასერჩოთ რა, ეს პირდაპირ არ დაიმახსოვრეთ ეგ ფორმულა, მაგრამ ის დაიმახსოვრეთ ის შეგრძნება რომ მიქამ რაღაცა კვანტილებზე ახსენა რა, ოკეი? რო იქნებ მე გაგახსენე და outlier-ი იპოვოთ. აი, 25-დან 0.75 რატო დაწერა, რატო უწევია? აი, ეგ წესია, ეგ იმენა წესია რა, 0.25, 0.75 და მაგას გეუბნები, ანუ შეიძლება მე არ გაგახსენდეს 0.25 და 0.75, მაგრამ მე რო რაღაცა გითხარი ამ კვანტილების outlier-ების პოვნაზე, ეგ უნდა გაგახსენდეს რა. და მე ან ჯემინისან რომელიმეს გითხე და გეტყვის რომ 0.25 და 0.75-ია. ანუ ეს მართლა ჩემსაც ახალი იყო, არ ვიცოდი ეს რა და ამიტომ პირდაპირ როგორც წესი ისე მივიღოთ რა, ანუ ამ ტიპს არ მოუგონია ეგ, მაგრამ მე მართლა დავსერჩი და ვკითხე იმას GPT-ს, რაღაც წესი ყოფილა upper bound-ის პოვნის ეგრე და აქ 2.5 არ უნდა ეწეროს, 1.5 უნდა ეწეროს, მაგრამ როგორც ჩანს ამან 2.5 გადაწყვიტა რა, რომ იმენა ყველაზე upper bound-ი იყო თუ იპოვიდა. მაგრამ ეგეც ვერ იპოვა, იმიტომ რომ NLP-ში ეგრე ცალსახად არ არის outlier-ები და როგორც რამე სტატისტიკურ მოდელებში და ასე შემდეგ. ხო. ხო, ნუ ეგ უწერია რომ არ არის არჩევა outlier-იო რა. მე ნახე, ანუ თვითონ იძახის რომ ეს მონცემები შავეძიეთო უფრო არ უწერია საჩაიძია, შეიძლება ეს მართლა სახში ქონდათ ეს მონცემები გადანილი, არ ვიცი ზუსტად რა. ან უბრალოდ ან ვინმე გუნდი მუშაობდა, ან სანმე დამუღამა რაღაცა, არ ვიცი, მაგრამ ესეთი რაღაც უწერია რომ როცაო ესე იგი ტოკენებშიო არისო დაგენერირებულიო აი slash-io მერეო არისო რაღაცა unwanted ტოკენებს მიგენერირებსო რომელიც ანუ პროსტა ნაგავიაო რა მაგალითად ნახე ანუ რამდენი slash answer-ია ერთი პასუხის ტოკენებია ეს წერან რო თქვი თემიკო წერან რო თქვი spike-იაო აი საიქ spike აჰა ხო, მოდიაში სწორად ბევრს აგენერირებს უზომოდ. როგორც ჩანს თვითონ აი ზუსტად როგორც შეამჩნია X-Spike-ი, თვითონაც შეამჩნია X-Spike-ი და თვითონ კოდში არ უწერია, მაგრამ იპოვა X-Spike-ი რა და ეს იყო ზუსტად. და მაგის მიხედვით ბიჭო რავი 100 სიგრძის იყო ის და
როცა დაწერდა რომ supporting ფილტრი იქნებოდა რა. ხო, 75-ზე 75-ზე მეტი თუ იქნებოდა რომელიმე supporting tokens-ის ლისტი, მაშინ დამიბრუნე ეგ question ID რა და მარტო ერთი დაბრუნდებოდა. ეხტე კი, გასაგებია. ზუსტად იგივე ქნა მე მგონი რაც შენ რა. просто ეგრეთ შეხედა და აი ესეთი რაღაც აღმოაჩინა, რაც მე საბოლოოდ დაეხლა რა გაწმენდაში რა. და ნუ აი ნახე მე просто გაფილტრა რა. ხო, ეს დებილობა არის, ეს დაიკიდეთ, ან просто შეამოწმა ტოკენების სიგრძე თუ ემთხვევა probability-ების სიგრძეებს და თუ არ ემთხვევა, ანუ ხოლო კურია outlier-ი და ნაგავია უნდა გადააგდო, მაგრამ ანუ ხო, კაია მაინც რომ შეამოწმა, მაგრამ ცოტა უცნაური იყო მაგის შემოწმა. მე არ შევამოწმებდი რა. ეს ბრმად ვენდობოდი. აი და ეხა დაფეთე მიკორაშვება, ეხა გრას შენ იმიტომ გელაპარაკები რომ შენ დაინახე ეგ და x//-ი წეღა რო აღმოაჩინა. ნახე რა საკეთებს. როგორც კი მაგას აღმოაჩენსო რა და როგორც კი მაგას აგენერირებსო, მერეო კაროჩე იწყებსო რაც დებილობების გენერაციას. რაც არ მინდაო. მოდიო ეგრეთ რაც ვიზამო, //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 sh მანდო მოურჩებიო და მოუჭერიო ასე ვთქვათ ჩემ ტოკენებსაც რა. ტოკენებსაც და მასაც probability-ებსაც რომ აქვს შესაბამისი ტოკენების. და აი მაგას აკეთებს რა. ეხლა მოდი გადავხედოთ მაგას. გადავუყვა დატას და ტოკენე probability-ები, ნუ supporting ტოკენებზე supporting probability-ებს გადავუყვა. რა თქმა უნდა ეს ნუ ძალიან მარტივი კოდი არის, cut-off-ი აიღო. cut-off-ი წერა რომ თქვენ სადღაც გადაჭრას რა. და გადაუყვება ტოკენებს თუ //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 /sh ኢური ინდექსი და იტყვის რომ ეს ახალი ტოკენების გახდებიან ტოკენების რაც 0-დან cut-off +1 ინდექსამდე რა და იგივენაირად probability-ებსაც მოჭრის რა და თუ არ იპოვა და cut-off-ი რეალურად ნანი არის просто დაამატებს ტოკენებს და probability-ებს და არაფერს არ შეცვლის. ეგ არის ალბათ სწორი გადაწყვეტა რა. ნუ ფაქტია რომ სწორი გადაწყვეტა, იმიტომ რომ ყველაზე მაღალი სკორი ამაგას სკორა და ლოგიკურადაც ჟღერს რა. ანუ იმიტომ რომ ყველაზე დიდი ტექსტი რეალურად დაგენერირდა //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 40 რაც просто დაგენერირდა რაღაც ციფრებს რა. ჰალუცინირებდა. ხო, ჰალუცინაცია, კი ბატონო. და აი ნახე, თემიკო წაღარ ვთქვა 100 სიგრძეო. ზუსტად ეგ იყო 100 სიგრძის 82 აგერ წერია 100-აო. და მე ნუ როგორც კი შევცვალეთ ეგ და ნუ //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 /sh და ნორმალიზაცია მოვახდინეთ მაგ მონაცემის კონკრეტულად. მან ნუ არა მარტო მაგ მონაცემის, მაგრამ ხო ყველა მონაცემის ამ კონკრეტულზე უბრალოდ დამოყამებული ქონდა კონკრეტულად რომ ეს ხო ნაგავი რა და არასწორი და მაგიტო ერთ წუთი წავიკითხავ წინაძებას კარგად. გუშინის წინაძება ჩავხედეთ. რო ახვიდე ისე თემ წინაძებას შეიძლება //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 /sh ნამდვილად რო წავიკითხო. შეხებ? მოდი აი შევხედოთ. What are the reservoirs of low speed current flowing canals commonly referred to as? და დაიწყო refers to as the slow speed streams. ხო დააგენერირა? პასუხი. წერტილი დასვა. მე //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 sh და ქვეშენი თვითონ დააგენერირა. და რომელ ქვეყანაში არისო capital city of Tehran-ი? აუ, ამას გუში ვუყურებდით ამას და ეს როგორ გავმაზეთ. შეიძლება ზუსტად მოიმე. ხო, ეს არის ცალსახა ჰალუცინაცია, ანუ რაც ტიპი ლაპარაკობდა low speed current-ებზე რა წყლებზე და გადავიდა თეირანზე და ირანზე, ანუ
is not age well. აი ეგა იდეაში პრეპროცესინგი ჩაუტარეთ ჩვენ მონაცემებს ისე ხო პრეპროცესინგი ჩაუტარეთ და გადავიდეთ ახლა feature extraction-ზე რაც მეტად საინტერესო იყო და მართლა კარგად დააკეთა ამ ტიპმა მომეწოდა მეც და თქვენს დარწმუნებული რომ მოგიწონებათ რა აი პირველად იწყებს სტატისტიკური ფიჩერებით ესე იგი ანუ minimum token probability-ს იღებს, average token probability-ს იღებს, თითოეულ იმაზე რა ქვია, sample-ზე რა თქმა უნდა რა. ან თითოეულ იმაზე rows-ზე. maximum probability deviation-ს იღებს, negative log likelihood-ს იღებს ამ თითოეულისა. ანუ ნახეთ, მე თუ სწორად მახსოვს, ან თითოეულ პასუხზე ხო, თითოეულ row-ზე ხო რამდენიმე ის მაგ რა ქვია supporting answer-ი. ხო და მაგათ მე მგონი ასაშუალოებს და მაგის ან ასაშუალოებს გულისხმობ ან თითოეულ იმაზე rows მიხედვით ასაშუალოებს და მე მაგის მიხედვით იღებს ამ სტატისტიკებს რა და ეს negative log likelihood-ი მომეწონა იმიტომ რომ იდეაში ეს კარგად ასახავს რამდენად არის ანუ credibility-ს ასახავს იდეაში რა ანუ რაც credibility-ს ყველაზე კარგად ეს ასახავს, რომ მე ჩემი აზრი ეგ იყო რა, როცა დავინახე ეს რა. შეიძლება ვერ მოვიფიქრები და მეც ამის დამატება. მაგრამ ნუ ხო ესე ნარჩენები საკმაოდ ტრივიალური სტატისტიკები არის რა. და კოდს ჩავხედოთ უეჭვარ. კაი, ანუ გადმოეცემა sample dict-ი, ამ sample dict-ი რა არის? არის პროსტა ერთცალი row. ფიჩერების list ქმნის, supporting probabilities პროსტა იღებს max sample-დან და გადავყვება max supporting probabilities რა. probability array-ს ვიღებ რომ numpy array probabilities და features-დაც MTP ხო არასაშუალოებს პროსტა ინდექსი იღებს იმას რა ქვია რომელ supporting probabilities-ზე არის რა ან პირველს თუ გადაუყან 4 ან 3 ხო არის ხოლმე ძირითადად თითოეულ row-ში ეგეთი მაღალ ტემპერატურაზე დაგენერირებული პასუხი და პროსტა ინდექსს უთითებს და ეგრე ქმნის მაგ feature-ებს რა აიღებს თითოეულის ალბათობას და ხო numpy mini numpy mini ისე უცხოა maximum probability minus minimum probability აიღო და ეგეც მიუთითა და ხო მე უკვე negative log likelihood-ი და ვარიაცია და მაგას აკეთებ ნუ თითოეულ supporting answer-ზე და ქმნის ესე ინდექსებს უთითებს რა ეგ არის ერთი ფიჩერები ხო ეს დიდი ვერაფერი ფიჩერები ვერა მარტო თვითონ რო ყოფილიყვნენ და გავაგზავნოთ ჯობია რა ეს გასაგები თუ არის ყველასთვის ანუ რამე ხო ძალიან ხო გავითესი რა ეს რატო იღებს ამას არ მგონია მაგას რამე დიდი ახსნა კონდეს რა უბრალოდ ნუ ელემენტარული სტატისტიკური რავი ისინი რაც ვიცით რა ქვია მეთოდები ეგენი გამოიყენა რა ხო ანუ რამე ის განსაკუთრებული და credibility of the answer-ში რა იგულისხმება როგორ credibility of the answer ანუ რამდენად სავარაუდოა ის რა ქვია ხო რამდენად ანუ credibility რამდენად სწორი არის რა უფრო რა ოპილაბერ მაგას იძახის რა ანუ აუ ერთი წამით მაგასთან რატო არის neg log likelihood-ი negative log likelihood-ი მგონი გამოიყენება NLP-შიც, ანუ ბევრ ალგორითმში რა, როგორც მე ვიცი და რა წესით რაღაც კავშირი არის მაგასთან. ერთი წამი მაცადეთ მეგობრებო და გავაგრძელებ ახლა რა. კი ბატონო. გეგენა, ანუ ეგ ის არის რა ქვია, log-reg-ის loss ფუნქცია არის. ხო. მაგრამ როგორც მახსოვს NLP-ის მგონი პირველ თუ მეორე ლექციაში რომელიღაც ალგორითმში იყო N-gramში თუ probabilistic იმაში რა ქვია, probabilistic იმაზე რა. სავარაუდო probabilistic. ხო.
ხომ არ მაინც აი credibility-ს ვეხლა არსად არ გვაქვს მოცემული fact check-ის ფონტი მონაცემი და ანუ თვითონ ისინიც რა ქვია ტემპერატურული პასუხებიც და ისიც მაგათი credibility-ის მაგათი დაერორებას ვერ ხვდები. Вообще როგორ არის ამ error ფუნქციის ფორმულა? ერთი რაც გონი ინტუიციურად გონია ესაა რომ ანუ confidence რაც შეიძლება იყოს მაგ რავი თუნდაც prediction-ის მაგის განსაზღვრულად უკეთესია log likelihood. ანუ ML ხო იცი რაცა? ხო. ხო. ალო, ხო, ბოდიშით. კაი, ბოლო კითხვა იყო ესე იგი რატო შეიძლება აღნიშნავს credibility of the answers generalized log likelihood. Negative log likelihood და მაგას ესე ვიტყვი, მოკლედ რაც უფრო ესე იგი ზოგადად ნოტიში გამოიყენება იგისაც რა confidence-ის დასაცვლელად და ასე შემდეგ. და თვითონ ეს ამ შემთხვევაში ისაა რომ ანუ რაც უფრო მაღალი ალბათობებია შესაბამისად მით უფრო მაღალს გასქორავს და რაც უფრო მაღალი ალბათობებია ესე იგი ფიქრობს რომ ეს მართლა შეიძლება ეს most likely ესეა და თუ დაბალი ალბათობებია შესაბამისად negative log likelihood-ი ძალიან კარგად ასახავს მაგას რომ ძალიან random-ზე შვება რა და მაინც მაგრამ მაშინ ხო გამოდის რომ მაგას უყურებთ როგორც ground truths. რას უყურებთ როგორც ground truth? ტემპერატურულ ზიანდებებს. არა, როგორც ground truth რატო უყურებ? ანუ просто მაგათ ანუ სტატისტიკა არის რეალურად ეგ ხო არაფერი ისე არა ანუ რამე ground truth-ის ვერ მივხვდი ახლა მაგალითად ground truth როგორ უყურებთ ამ შემთხვევაში რა. მე ვერ ხვდები. просто მე ვუყურებ ამას როგორც ჩვეულებრივი ანუ ალბათობების ალბათური array-ის სტატისტიკას რა. ამას მეტი ვერ ხედავ ამ შემთხვევაში ანუ რანაირად შეიძლება უყურებ მაგას როგორც ground truth. გასაგებია მივხვდი. ანუ თუ მე ვერ ავხსენე ხა და მე ვერ მივხვდი მაშინ უფრო ჩავეძიოთ ამიტომ რა ანუ მე ხაფინდა ეს რომ დავჭით რა. მართლა? კი, ანუ გასაგებია რა ალბათობებს კიდრო ყავს ეს და იდეაში მე ანუ ისინი არ გაქვს რა კარგი fact check-ის სეტი არ გაქვს უბრალოდ ალბათობა გაქვს რამდენი ისტორია. ხო. დაახლოებით რა. დაახლოებით ალბათობა რომ რამდენი ისტორია რამდენი დარწმუნებული იყო მოდელი რა თავის თავში როცა მაგას აგენერირდა. confidence score რა confidence score. ხო. confidence score. აი ეს არის ეს ხო შედარების მარტივი სტატისტიკები, შედარების მარტივი ფიჩერები. და ეხლა გადავიდეთ უფრო საინტერესო ფიჩერებზე, რომელიც არის სემანტიკური ფიჩერები რა. ხო, კაი, პირველი რაც საკეთებდა, ესე იგი აქ უწერია bag of words overlap. ანუ თვითონ იმაში ნათქვამი ანუ უნიკალური სიტყვების ანუ ჯამში იმაში რა ქვია, answers plus supporting token-ებში მან ჯამში უნიკალური სიტყვების შეფარდება იქნება ჯამში თქმულ სიტყვებთან. იქნება დიდი ალბათობით bag of words overlap. ეგ თუ გასაგებია, მეგონი რავი გასაგებია კი ანუ უნიკალური სიტყვების ოდენობა შეფარდებული ჯამურ სიტყვებთან რა. არაფერი გასაკუთრებული არა. ხო, TF-IDF-ი ეს რა არის ანუ TF-IDF-ის average-ის მე დიდად არ მომეწონა როგორც ფიჩერი. ანუ მე მაგალითად ამას გამოტოვებდი და მაგრამ QA-ის cosine similarity-ს ავწერდი რა. მაგრამ ოკეი, გავარჩიოთ ეგეც რა. ანუ TF-IDF-ის სოფლის ფლიან კორპუსზე მონაცემების და მე აევერეჯებს მაგას просто თითოეულ დოკუმენტს რა. და დოკუმენტში გულისხმობ იმას რა ქვია. რატო დოკუმენტს, რატო თქვი დოკუმენტს. მაღალ ტემპერატურაზე დაგენერებულ იმებს რა ქვია. პასუხებს მაგათ აევერეჯებს და просто მე მაგათ მინს აკეთებს კიდე ერთხელ რა. ანუ წარმოიდგინე ვექტორი 4 ვექტორი ხომ ექნება რა. მაგ 4 ვექტორს просто average უკეთებს piecewise და მე просто მაგათ კიდე ერთხელ average უკეთებს რა. მინს. ანუ და просто ერთ რიცხვზე სკალარზე რო გადაიყვანოს და არა ვექტორი.
კაი, გადავხედოთ მაგას უეჭველი რა. ეს დატალოუდები დავიკიდოთ, იმიტომ რომ აფერი არა, просто დატა ჩამოლოუდება. აი semantic feature extractor-ს უყუროთ რა. კაი, ესეც დავიკიდოთ, ეს просто ტრენინგი, ესა ჩათვალე ტრენინგი და ხო, корпус ქმნის რა. Vectorizer-ი, TF-IDF vectorizer-ი უნდა რომ შექმნას და ჯერ корпуსი უნდა შექმნას. Build corpus from data. Corpus ჯერ ლისტი არის. გადაუყვება data sample-ებს. ხო, self.preprocess text sample get question-ი, answer-ი. კაი, preprocess text-ი რა არის? Process text lower-ი და პუნქტუაციის მოშორება. ანუ title questions აშორებს პუნქტუაციას და აშორებს lower case და იგივენაირად მე აკეთებს answer-ზეც და მე გადაუყვება supporting answer-ებს, ანუ მაღალ ტემპერატურაზე დაგენერებულ პასუხებს და title-საც იგივეს უკეთებს და просто ააპენდებს корпус, ანუ просто ეს დიდ რისში ყრის ჩემ корпус-ს რა, ჩემ წინადადებს. ხო, ეს გასაგებია მე მგონი და მე რას აკეთებს? Vectorizer-ს просто თქმის. არაფერი, ისეთი fit vectorizer-ია რა მე რა. Ja. ხო, აქ უკვე TF-IDF-ი მაქვს. და ჩავეთ, extract features მეთოდში გადავიდეთ უკვე. features ისევ ლისტი შექმნაც არის, ლისტი კი არა, hash map-ი შექმნაც არის ელი. dictionary, რას კიდეც იზაუძახეთ. supporting answers-ი არის sample.get supporting answers-ი. ანუ first exact answers-ი არის. მაგიდან extract-ებს მასხობს, რას აკეთებს ანუ. extract answer content. აი წერა რო გითხარით, ან პასუხებს რეალურად ეძებს იმაში, answers და slash answers შორის. ხო, რა ეგ არის რა. და მაგას ააპენდებს რა. ეგ არის ჩემი პასუხები. და მე preprocess answers просто preprocess text უკეთებს ისე ანუ აშორებს პუნქტუაციას და lower case-ში გადაყავს. ხო, ანუ რა გამოვიდა ახლა რა? supporting answer-ებში process აი ამ answer token-ებს შორის რაც მქონდა პასუხები. ეგენი შევკარი თითოეულ იმაზე, ნუ ეს გადმომეცემა ჩათვალე თითოეული row. თითოეულ row-ზე შევკარი ეგ და მე ვიწყებ ამას რა, all words რაც არის ანუ ყველა სიტყვა და მაგათ ეს თქვა იმაშვები რა ქვია ლისტად ვაქცევ. და ხო, ლისტად რო ვაქცევ, მე მაგ სიტყვებს, ნუ word counters მოვდებ და total words ენა რო გითხარით რა. ანუ ეს იქნება просто ლისტის სიგრძე, ეს იქნება თვითონ უნიკალური counter-ის სიგრძეს შლის რა, counter-ის სიგრძე რა იქნება, ანუ просто ეგეც ხო dictionary-ა რა და თითოეული კი იქნება სიტყვა და value იქნება მაგის სიხშირე. და ხო, ნახეთ, Pentagon force ratio მექნება უნიკალური სიტყვების ოდენება შეფარდებული total words. თუ total words-ი რა თქმა უნდა მეტია 0-ზე. წერა ზითხარი ზუსტად ეგ გააკეთა რა. Yeah. ეს კითხვა. ხო. unique words-ი ხო არის იმიდან რა ქვია ტემპერატურის გარეშე answer-იდან. და total words-ი არის იმიდან რა ქვია. რა. რანაირად unique words-ი არის word counts, შუალ word count-ი რა არის all words-ის counter-ია. და all words-ი preprocess answers-ის ლისტი არის რეალურად all words-ი. და preprocess answers-ი არის просто წერა რო ახსენე ანუ answers და slash answers შორის მოხსეული სიტყვების preprocessing-ი просто რა. მიხდე? აი გასაგებია. არა, თუ მეც აუხსნიეთ ხელს რა. ანუ წამოიღო supporting answer-ებიდან просто ამოიღო dictionary-დან, წამოიღო ერთი row გადმომეცა. extracted answer-ებიდან მე რასაკ extracted answer-ში რა არის? extracted answer-ში არის აი ამ slash answer და slash answer შორის მოქცეული სიტყვები, content-ი, ანუ და ეგ მექნება просто ლისტი, დამიბრუნდება ლისტი. ანუ რომ მქონდა რაღაც 4 ცალი პასუხის ლისტი, ეხლა მაქვს უფრო შემცირებული პასუხების ლისტი, იმიტომ რომ ნუ აი ამ constraint-ებში მოაქცევდა. აი აქ. preprocess answers-ი მექნება просто მაგ ახალ ლისტს რა. ანუ ახალ ლისტს გულისხმობ აი უფრო პატარებულ პასუხებს. მე გადაუყვებოდა
და პრეპროცესინგს მოარტყავდა. გასაგებია. მაგის მოტივაციაც მესმის საიდანაც მოდის. ზოგიერთ დატაში ისე იყო, რომ აი ერთის იმაში რა ქვია ტემპერატურულ ანსვერში რაც იყო აი დაექსტრა აი მოქცეული პასუხი მეორესგან მოქცეული გარეთ ეწერა ეგ სიტყვა და მაგით ვაკეთებს მაგობრივად. ხო. ანუ რეალურად ფაქტი რაც უნდა ყოფილიყო მაგას აიმად რა ქვია სხვა ანუ წინადადების სხვა ადგილას. ხო. რაც იდეაში არის ეგეც ჰალუცინაცია რა. შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ მაგარი ტემპერატურალი არის. ხო, მაგას მაგით ვაკეთებს კი ისე. ეხლა გასაგებია. ხო. და მე ხო, if IDF-ის values просто რას აკეთებს ნახეთ რა. preferences answers titles-ზე. გადაუყვება, ან წერან რომ აი აქ. ანუ არა, რას გადაუყვება კაც მოდი. პირდაპირ გადასცემს, ანუ არ ჭირდება გადაყოლა გამახსენ. ანუ if IDF შეგიძლიათ პირდაპირ გადასცეთ ის რა ქვია, წინადადებების ლისტი რა. და ეს უბრალოდ წინადადებების ლისტი არის, წინადადებების ან სიტყვების ლისტი არ იქნება. ეგ გადასცა ტრანსფორმი გააკეთა და ნუ ეს ამის shape იქნება. ანუ რამდენი ისიც მაქვს რა ქვია, ტერმინს მაქვს, ანუ if IDF რო გახსოვთ რამდენზე არის რა. ამას ტრანსფორმს რო გავუკეთებ, ანუ რა სიგრძის ასე გადავწევ, ანუ თუ მაგალითად გადავიწევ 4 სიგრძის რა. ეს იქნება 4 და იქნება ნუ რამდენი ფიჩერიც მაქვს სიტყვაზე 1000 რა 1000 უნიკალური რავი სიტყვა მქონდა რა და ნუ აი ეს იქნება მაგის ფიჩერი რა ეს იქნება მაგის shape რა და მე რას აკეთებს მინს აკეთებს просто ანუ ეს გადაყავს ერთი რაც 1000-ზე სიტყვაზე მე ამის numpy array-ით გადაქცევა არის ეს იდეაში რა ეს A1 მეც ცოცხლიყო ანუ просто numpy array-ით გადააქცევს და რომ მე მარტივად ამას მინს რომ მოვარდყავ, ამას მინს რომ მოვარდყავენ ეს გახდება რაღაცა სკალარი просто რა. ხო. და ხო, ანუ ფიჩერებში მაგასაც დაამატებს რა მაგ სკალარსაც. ოკეი? აი. ანუ ეგ მე ამას არ დავამატებდი. მე მესმის თქვენს რომ არ დავამატებ, არ მომწონს მე ეს ფიჩერი. რა შუაში რა თმინდა. მაგრამ ოკეი იყოს. და მეორე, ხო, მესამე უბრალოდ. ეს ფიჩერი მომწონს რა, ხა ეს ლოგიკურია და მეც ამას ვიზამდი, უეჭველი ამაზე წავიდოდი რა. question-ის და main answer-ის просто და ანუ ამოიღო რა question და main answer-ი ლისტად გადააქცია, არაფერი განსაკუთრებული, აი წერა რომ ლისტად გადასცა, ამას იგივენად უნდა რომ გადასცეს და ხო რა, გადასცა, დაუბრუნა რაღაც ამ შემთხვევაში. რაც სიტყვაზე shape-ებზე ვილაპარაკე, shape-ებით ვილაპარაკოთ რა, 2000 დაუბრუნა სიტყვაზე. და ხო ეს 0-1-ს რას ამოიღებდა რა, просто ანუ პირველ როუს ამოიღებდა FIDF-ის QA-ს. ანუ 0-1, ანუ 0-დან 1-მდე თუ ამოიღებდა, ეს იქნებოდა რაც 1000, იმიტომ რომ პირველ როუს ამოიღებდა და მეორე 1-დან 2-მდეც რა თქმა უნდა 1000 იქნებოდა რა. და მაგათ შორის დათვლიდა კოსინუს და cosine similarity-დან მე cosine similarity გიბრუნებს, ესე იგი ეს კელნერის cosine similarity გიბრუნებს, ანუ ესეთ რაღაცს რა. და აქ წერია ხოლმე სკალარი რა. და просто 0-0 მაგით ამოიღო. რო პირდაპირ სკალარი ამოიღო. აი. ეგ არის სულ. აი, ეგ გააკეთა აქ, მეტი არაფერი არ უწერია ეგეთ. აი, ეხლა შედარებით მარტივ რაცებზე გადავდივართ რა. ხო, გავხსენობა აქ რა წერია. ამ unique answers, most common answer counts და agreement ratio. Agreement ratio is the proportion of alternative answers that agree with the most common repeated answer. აი რა გააკეთა მაგას შევხედოთ რა. Supporting answers ესე იგი ამოიღო extract answer contents ანუ წერას გააკეთა answers და slash answers შორის რაც ეწერა. ეგ ამოიღო და მე გავუშვა counter-ი. ანუ რამდენად ხშირად აგენერირებს ჩემს მაღალ ტემპერატურაზე გაშვებული პასუხები ერთ და იგივე რაღაცს. რატო იგემოჯი? სტატისტიკურად გააკეთა, მაგრამ ჩვენ მაგას ვცდილობდით იმას, რა ქვია, ანუ ალტერნატიულების მთავართან იმას კორელაციას ეძებდით? კორელაციას ვეძებდით სემანტიკურად და მარტო სტატისტიკურად გააკეთა. ხო,
მაგარი ბოთლია. ზუსტად ეს ფიჩურები დავუმატე და რავი 77% მომცა დღეს. ანუ statistical features არ არის ნაწილობრივ. ეს სტატისტიკურია კი სემანტიკურია. ჩვენ გუშინ სემანტიკური უფრო ზემოთ იყო, აი ეს იყო მაქსიმუმ სემანტიკური რა. ხო და კორელაციასაც სემანტიკურად ჩარჩობთ. ხო რთულია ეგ. ან მაშინ მოგიწევდათ რაღაც გავექტორება და მე ნახო მაგის ის. ხო, აი ზუსტად. ხო, მესმის. არ დაგასპოილებ, არა სემანტიკური სულ შედეგს იძლევა. შეიძლება. მარტო სემანტიკურზე არ უნდა გაგეცნო, ლოგიკურია. კაი და მე რაც გააკეთა ნახეთ რა, non-unique answers-ი, when answer command. აქ რა გააკეთა, მოდი შევხედოთ, ანუ უნიკალური რუსა answer-ები ამოიღო. და ეგ ერთ-ერთ feature-ად გაიტანა. და most common count-ი, ანუ ყველაზე ხშირი პასუხიც, ანუ რამდენჯერ მეორდება. ეგეს ცალკე feature-ად გაიტანა. ხო, არ ვიცი ეს რამდენად და მეკენი ბოლოს ხო, ანუ იმას ფუშ. შეაფარდა ერთმანეთს. ეგ ორი ბოლოს ან total supporting იქნება supporting answers. ხო, საბოლოოდ ჯამში რამდენი supporting answers ქონდა. მაგას ნახავდა და პროსტა ყველაზე ხშირას მაგასთან შეაფარდებდა და ეს ძირითადად იქნებოდა ალბათ ერთი შეფარდებული რაღაცასთან უმეტესად. მე ეგრე მგონია რა. ალბათ თქვენც ეგრე გგონიათ, იმიტომ რომ არ მგონია რომ მე ხშირად გამეორებულიყო ერთ და იგივე პასუხი რა. უფრო ხშირად იქნებოდა ან ერთი რაღაცასთან რა პროსტა. ეს ყოველთვის დააბრუნებდა ჩემი აზრით მოკლედ ერთს. მოკლედ ამ ფიჩერებს პირადად მე არ დავამატებდი. მე არც მგონია რომ ეს ბევრ შედეგს იძლევა და კარგ შედეგს იძლევა. მაგრამ ხო, დაამატა და მისაღები არის რაღაცა ინფორმაციას უეჭველი იძლევა. ცუდი ინფორმაცია არ არსებობს რა. ცუდი ინფორმაცია რაღაც ესეც valuable არის რეალურად რა. კაი. გავგზავნოთ. response style. ხო, აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიჩერები ჩემი აზრით რა. ანუ ხო, ეს არის ყველაზე ხო, კი. sentence length-ი, ანუ ვარიაცია, ანუ რამდენად განსხვავდება მთავარისა და ალტერნატიული პასუხების სიგრძეები, ანუ გულისხმობ სიტყვებს და არა ტოკენებს რა. შეიძლება ტოკენებიც იყოს, არ მახსოვს. მაგრამ უფრო მგონია რომ ის იქნება სიტყვები იქნება. იმიტომ რომ იდეაში იგივე იქნება დაახლოებით ტოკენების და აზრი არ ექნებოდა უბრალოდ ტოკენებზე რო დაიწყო. ხო, მე სიტყვებზე ვიზამდი რა, იმიტომ რომ ტოკენები ძალიან მსგავსი იქნებოდა და დიდი მნიშვნელობა არ ექნებოდა. საშუალო sentence length-ი, ანუ პროცესა საშუალო, არაფერი ისეთი. და აი ეს არის ყველაზე კაი მე მგონი რა. ერთ-ერთი ყველაზე კაი ყოველ შემთხვევაში. ანუ longest common subsequence length-ი იქნებოდა ესე იგი ჩვენს answers-ა, ან თავარი main answer შორის და რომელიმე ან tittle supporting answers შორის LCS-ი უნდა დაგვეთვალა რა, ან საშუალო LCS-ი. ანუ მე ხო ერთ პასუხი მაქვს რა. რაღაცა მაქვს answer-ი, რომლის რავი სიგრძე არის 10 სიტყვაზე და 4 მაქვს რაღაც ცუდი answer-ი რა. რომელიც არის რავი bad answer და თითოეულის სიგრძე არის რავი 10 ეგეც რა. და ანუ აქედან მოკლედ თითოეულთან მე დავთვლი LCS და საშუალო სიგრძე რაც მექნება რა, მაგალითად პირველთან შეიძლება ქონდეს 2, მესამეთან შეიძლება ქონდეს 3, მესამესთან 4 და მე ისე 2 რა და ამის საშუალოს დავთვლით რა და ეგ იქნება რა. და მაგას ერთ ფიჩერად გავიდანთ. ოკეი? ეს 11 მე-4 იქნება. ეს გავიდანთ. ეს არის ერთ-ერთი ფიჩერი რა. ეს გამოიყენა მე მგონი ყველაზე კარგად რა, კარგად აუტილიზირა. აი, ეს process sequence match-ი არის, აი, პირდაპირ მეთოდი გამოიყენა და რატო არ რა, ანუ რა 0.5 ალგორითმის გამოსაზე ხო არ ხარ. კითხოს ყველაფერი ერთიანად გაწელი, ამიტომ მოდი პირდაპირ გამოვიყენოთ. და extract features-ი რა ისევ რა. main answer-ი ამოიღო, supporting answer-ები ამოიღო, main sentence-ი მე main sentence-ები, просто დაჭრა, main answer-ი დაჭრა, ანუ სად არის? ხო. იმაზე წინადებება დაჭრა რა, მოკლედ. და ხო, რა ვიცი. მე გადავუყვა supporting answer-ებს. აი იგივენაირად დაჭრა ესენიც. ყველა წინადდება შეკრიბა, ასე ვთქვათ.
და მე საშუალო დათვალა წინადადებების სიგრძეების. ანუ ეს პროსა დაჭრას გულისხმობ იმას წინადადება დაჭრას რა ანუ ნახეთ რაზე სპლიტავს წერტილზე ძახის ნიშანზე კითხვის ნიშანზე რა. და ეს ნიშნავს იმას რომ პროსა ან თითოეულ პასუხი იქნება თუ სუპორტინგ პასუხი იქნება მაგათ პროსა დაჭრის და შექმნის ახალ წინადადებას რა და მაგათ მე გამოიყენებს. და ერთად შეკრავს და გასაშროლობს მაგათ სიგრძეს. რაც ლოგიკური არის რატო? ხო ну, ვარიაცია მინი ამოიღო მაქიდან ხორიდნებით ამაზე რა, просто პირდაპირ ის გადმოეცა თან იგივენაირად წერს ყველა კოც რა აბსოლუტურად რა, ისევ ერთი რო გადმოეცა და ხო ესეთ კითხვა ხან ჩვენ რო 4 ცალი ის გვაქვს ტემპერატურიანი ყოველ მაგ 4 ალტერნატიული პასუხის გენერაციაზე ტემპერატურა იცვლება თუ უბრალოდ რაღაც უცნობია, მაგრამ სამდიოდ ფიქსებულია. ეგ არ ვიცით. მე მგონია რომ იცვლება. მე მგონია რომ იცვლება. ანუ რო არ იცვლებოდეს ამ ფიჩერის შინაარს ვერ ხვდები. კი, იცვლება. ჩემი აზრით იცვლება რა. მეც მაგ დაშვებაზე წავედი. ყოველს დიდ ტემპერატურას პროსა გადავყრედით და ვსო. ანუ ლოგიკურად რო იყოს რა, მე-4 მე-3-ს გადავყრედით თუ ეგენია. ხო, მაგრამ რა იცი რომ მე-4 მე-3 იქნება მეორე და მესამე. აი, მაგრამ რო არ იცვლებოდეს მაგას ვიძახი. აცა. რო არ იცვლებოდეს, რატო გადავყრიდი? ვერ მივხვდი, მე ვერ მივხვდი. და ბევრად უფრო დიდი შანსია რომ რაღაც ისეთი პასუხი დააგენერიროს რა განსხვავებული. მე არ ვიცი, მე არ გეთახმებ მაგაში. ანუ იგივე ტემპერატურა თუ მაქვს, რატო არის რაღაც მე-3 და მე-4-ზე მაინც და მაინც უფრო დიდი შანსი რომ სხვანაირად ამიგენერირ. იგივე ტემპერატურა არაფერი არ შემიცვლია. ხო, ანუ მეც ლოგიკა არ დებს მაგაში. ხო, ვერ იტყვი რომელია ყველაზე მაღალი ტემპერატურა. უბრალოდ იცი რომ ფიქსირებულია. აი ის მქონდა კითხვა, უბრალოდ იცი თუ არა რომ ფიქსირებულია, იმიტომ რომ ამ ფიჩერის შინაარსია რომ ტემპერატურის ეფექტი და იმასგან დაისწავლო სიგრძეზე და სტილზე და თუ არ იცვლება ტემპერატურა, აზრი არ იქნებოდა. კი. ან კოდს გადავურბინოს უსებ ვარიაცია და მინი დაითვალა, არაფერი ისეთი არ წერია აქ ეგეთი, წინადადებების ვარიაცია და მინი დაითვალა, მე პროსა მიუთითა ეგენი, რა თქმა უნდა. ფიჩერებს შეიტანა და მე წერო თქვი longest common subsequence დათვალა და მაგათ საშუალოც რა თქმა უნდა დათვალა რა. აგერ ეგ არის. არ წერია რთული კოდი არანაირად, ამას არ წონო რომ თქვენს ძალიან მარტივად აწერინებთ GPT-ს როგორც კი მოიფიქრებდით. შეიძლება ეს ვერ მოგეფიქრებინათ. მაგრამ არა უშავს რა, მე მგონია რომ მოლედა აქ რეალურად რა სირთულე რაც იყო ჩემი აზრით რა მართლა. აი ამას უყურე მე ეგრე რა რთულს რა. ამას შეიძლება ანუ აი ვერ მომიფიქრებინა ესენი რა მე უცებ იქ რა. აი Moscow answer count-ი вообще არც დავუმატებდი, იმიტომ რომ დებილობა მგონია რა. აი number unique answers-ი შეიძლება. Segregation ratio-ს დებილობა მგონია სიმართლეს გეტყვით. და ხო, TF-IDF-ს ნუ აუცილებლად დავუმატებდი, მაგრამ QA-ში მხოლოდ. ანუ რაღაცები არის ისეთი, რომ მე მგონია, რომ ზოგი რაც ხარ დაამატო, იგივე შედეგზე გახვიდოდი რა. და მგონია, რომ თქვენსაც ეს მოფიქრებადი იქნებოდა იქ რა. იქ კი არა, ნუ ეხაც მე მგონია, რომ მოიფიქრებდით. ანუ most common answers-ი ერთი რაც მე ახლა მოვაფიქრდა, ანუ შეიძლება ჰალუცინაციებში გაიმეოროს რა ერთ და იგივე პრობლემა და პირიქით. აბსოლუტურად პირიქით. როცა არ არის ჰალუცინაცია და როცა დარწმუნებულია მოდელი თავის თავში, კარგას მაშინ არ იმეორებს ეგ და თუ ძალიან მარტივი კითხვა დაუს, მაგალითად ვინა ბარაკ ობამა, მაგაზე სულ რო ძალიან დიდი ტემპერატურა მისცე. იქ ის არ ეტყვის, რომ ის არის ჯიჰადისტი ბომბერიო რა, ანუ არ დაგმომბავს, ანუ არ გეტყვის მაგაზე, გეტყვის, რომ პრეზიდენტია უეჭველი რა. და სულ ძალიან მაღალი ტემპერატურა იყოს. მაინც მაგას იტყვის. მიხდი ლოგიკას? მოიც. ანუ confidence score თუ მაღალია, ტემპერატურის ეფექტი ნაკლებია? არა, უბრალოდ აზრი არ აქვს, ანუ ეგეთ მარტივი. ანუ აზრი არ აქვს ვაფშე? ანუ არა ხო, ანუ მარტივი კითხვა თუ არის რა. წესით არ უნდა იყოს ეგეთი პრობლემა რა, ხვდები? აი ეგ რაც მაღალ ტემპერატურაზეც კი წესით ჩვეულებრივად პასუხი უნდა გაქცეს სწორი რა. ეხლა რომ შევიდეთ მაგალითად კლოდის playground-ზე რომ შევიდე და გაუშვა ეგ. წესით მე მგონია რომ მაღალ ტემპერატურას რომ მივხვდე, მაინც მიპასუხებს სწორად რა ბევრ რაღაცაზე რა. ბევრ რაღაცაზე და უმეტესობად მარტივ კითხვებზე რა. ანუ რეალურად ტემპერატურა გასაზღვრავს კრეატიულობას. და ნუ კონფიდენსი რაღაც ხრი მე მგონია რომ ანუ არ ვიცი რა რეალურად აი კითხვა
აი ხა მეც დავაფიქრე მაგაზე რა, confidence რამდენი დაკავშირებულია ტემპერატურასთან. მაგას მე დავარი სერჩებ და მოვიწერები რა. მე მგონია რომ ეგრეთ წრფივად არ უნდა იყოს დაკავშირებული. ინდიაში softmax-ის sampling-ს არანდომებს უფრო არა? ხო, კი, ანუ ხო, არ ეგრეთ წრფივად არა, მართალი ხარ, რომ არ არის ეგრეთ პირდაპირ დამოკიდებული რა. ხო. მაგრამ რაღაცა კავშირი უეჭველი ექნება, მაგაზე ვთანხმდებით. მაგრამ ეგრე პირდაპირ რომ აი მაღალი confidence ესე იგი როგორ? კი, მაგაზე გეთანხმები, რომ ეფექტი რაღაც ექნება. ხო. აი, ამას გავცით. ეხლა question type-ი რა. ეს არის просто one hot encoding-ი გააკეთა. რატო გადაწყვიტა ეს ზუსტად ვერ ვიტყვი რა, მაგრამ რატო არა რა, ესეც საკმაოდ კარგი ინფორმაციაა რა. ანუ ნახეთ, crucial ინფორმაციას და კარგი ინფორმაციას შორის რა არ უნდა გავავლოთ ხოლმე რაღაცა ის რა ქვია, გამყოფი ხაზი რა. თუ crucial არ არის, არ დავამატებ, არ არის სწორი რა. ანუ ეს მაგალითად კარგი ინფორმაცია, რომელიც ბოლოს უეჭველი კარგი ინფოს მისცემს და შეიძლება არ იყოს რაღაც გადამწყვეტი, მაგრამ რატო არ უნდა მივცეთ, ხვდებით? ანუ ეგ ყოველთვის დაიმახსოვრეთ ხოლმე, რომ შეიძლება არ იყოს რაღაც გადამწყვეტი და რაღაც ძალიან საჭირო, მაგრამ ცუც ნამდვილად რო არ უზავს, ეგ მაგაში ხო დარწმუნებულები ვართ აი ეს ინფორმაცია რა. პროსტა მარტივი one hot encoding-ი არის. ანუ პროსტა რეგექსი გააკეთა და ქვემოთ ნახე აი ეს დაამატა რა და გადავუყვა. ეხლა თითოეულ იმას კითხვას. თითოეულ კითხვას რა, კითხვას პროსტა შახედა, თუ არის რაღაც ეგ პატერნას თუ მეჩავს, მაგ features პროსტა ერთს უთითებს ნულის მაგივრად რა და ეგ არის სულ. და არის თანაც მაგას თითოეულ row-ზე ხდება გადაყოლო. ხო გასაგებია ეს. ეს მე მგონი ტრივიალურია ძალიან. მე მაგაზე რა ქვია, კითხვის ტიპზე ვაპირებდი confidence score-ის აგრაფოს. ეგ იქნებოდა საინტერესო. ითქმის სტილის მიხედვით, ანუ მაგალითად აი ის 5 თუ იწყებოდა, მაგ შემთხვევაში რა confidence score იქნებოდა token probability-ებს? ხო. ეგ კაი ანალიზი იქნებოდა. ხო, ეგ კაი იქნებოდა საკმაოდ. კითხვის სტილის მიხედვით რომ გენახა confidence-ები წესით ბევრ რაღაცას გაიგებდი რა ძალიან რა და ალბათ საბოლოოდ ამათ ცუდად გაიტანდი მაგის გამო. ალბათ, არ ვიცი. გაჩერა პასუხს დაგიბრუნებდა, მაგრამ მე მგონია რომ მაინც გაიტანდი საბოლოოდ რა. მაგას თუ აკეთებ მე ავტომატურად იმას ფიქრობ რომ ეგ შეიძლება ცუდად იყოს და ამიტომ გაიტანდი. აი, გადავედით ახლა თვითონ პასუხების probability-ების ანალიზზე. ხო. აი, რასაკეთებს ეგ? ამას უნდა გავიცადო, იმიტომ რომ ეს საკმაოდ კომპლექსური ის იყო, როგორც მახსოვს რა. და უცებ გადავხედავ მეზე, მე გეტყვით უფრო დეტალურად რა. აი, აქ თulis მეგონი confidence რა. ანუ quantified bonus confidence. კაი, ამ feature-ის მთელი მუღამი მოკლედ ის იყო, რომ თუ ემთხვეოდა, ესე იგი, ნახეთ answer-სა და main answer-ს და რომელიმე supporting answer-ს შორის თუ ემთხვეოდა პასუხი რა, მაგ ესე იგი supporting probabilities მე ვთვლიდი რომ ეგ იყო რაღაცა ground truth probability ასე სიტყვაზე რა. ან მიხვდით? ანუ მაიცა? როგორ ახსნა? აუ, აი, მაგაზე გეკითხებოდი წეღან, სუბსტანს რეალურად მაგაზე გეკითხებოდი, რომ ანუ ground truth-ად ხო არ თვლისო რომ ეკითხებოდი? თუ რაც ო, ანუ რამდენად ალბათ ხურია რომ ეგ იყოს ground truth-ი, ეგ ხო არ გამოგდის თქო, იმიტომ რომ იმას რომ ხო, აი ამას ვაკაი, მაგას აი აქ აკეთებს რა რეალურად რა. ანუ წარმოიდგინე, პროსა ტოკენები ხო მაქვს ბევრი რა, ანუ რაც ტოკ 1, ტოკ 2. ხო რა, და answers და აქ მექნება რაღაცა answer და ნუ სიტყვაზე აქ slash answer-ი რა. ხო? და მე შევამჩნიე, რომ ეს ტოკ 2 და ტოკ 3 რა, ამას ემთხვევა, რაც main ეს იყოს მაგას supporting answer-ის რომელიღაც sub answer რაცა 0 რა, მე 0 იყოს ეს რა. და მე შევამჩნიე, რომ main answer-ში არის ასევე რაც ტოკ 1, ტოკ 2, ტოკ 3 რა. და ავდგები და შევხედავ ამას რა. აქ ემთხვევა თურმე ეს ხო? და feature-ად გავიტან, მოდი probability-ების რა არის ეს? მე 0 პირველი და მეორე ინდექსი ხო? რაც მეორედან მეოთხე ინდექსამდე.
და ამის ის confidence დავთვლი. ანუ ეს მექნება უკვე აი, короче, main answer-ის confidence-ი ჩათვალე, იმიტომ რომ ემთხვევა, ხო? მიხვდით? თუ ვერ მიხვდით. ახლობით. Sub answer არის supporting answer. ნახე, კაი supporting answer-ი მაქვს მაგალითად 4 ცალი რა. და მენულე წევრში მაქვს ესეთი რაღაც. probability-ებშიც მაქვს 4 წევრი, აქ 0 უნდა დავწერო. შესაბამისად, ეს მენულე და ეს მენულე ხო ემთხვევიან. probability-ს რა არის რეალურად? არის просто ლისტების ლისტი. main answer-ში მაქვს ესე ტოკენი, ტოკსა. რაც 3 ტოკენი სიტყვაზე რა და აქ შემოვჭი რომ answer-ებს შორის რაც ვარდება, ან ტოკ 2 და ტოკ 3. main answer-შიც არის. ანუ მე შემიძლია რომ main answer-ის რაც probability ავდგე და კაი ტოკენიც წავშალოთ რა, короче, არ მინდა რა. ტოკ 2 და ტოკ 3 შემიძლია ვთქვა რომ ესე იგი არის პასუხი, ხო, ამ ჩემ კითხვაზე უჭერ, იმიტომ რომ ეს თავი პასუხი არის. supporting answer-შიც არის ეგ პასუხი აშკარად ნახსენები. ესე იგი მე შემიძლია ვთქვა რომ დაახლოებით ფიჩერად შემიძლია გავიტანო რომ probability-ები და რო ამოვიღო ანუ მენულე წევრი და ზუსტად აი ეს ინდექსები ამოვიღო ამ ტოკ 2 და ტოკ 3-ის, ანუ მენულე პირველი, მეორე, მესამე. და მაგათ confidence-ი დავთვალო, ან გამასაშუალო ეს probability-ები. მაშინ შემიძლია ვთქვა რომ ხო, აი ეს არის ჩემ main answer-ის confidence სიტყვაზე რა. რა მეთქვით რა? ხო, ანუ ეგ გამოდის confidence-ი და არა ისა რა ქვია სისწორის ალბათობა. იმიტომ რომ ისეთი დატაში ქონდა ეგეთი შემთხვევები, რომ როდესაც ემთხვეოდა ისა რა ქვია პასუხი, ისა რა ქვია ტემპერატურული ფაქტები იმას მთავარ პასუხს, თეგი მაინც იყო false-ი რა და აი მაგის დაჭერა გვინდოდა. ხო. Αλλά ეს ეგ ვაფშე დაიკიდა, ეგ ისე კაი რაღაც, ანუ არა ვაფშე დაიკიდა ეგ რა. მეც მაგას ვეცებოდი თავიდან რა, მაგრამ ანუ რეალურად გამოდის იმენა არ გაძლევს მაგის საშუალებას, ხვდები რომ ანუ მაგას მიხვდე რა და დაამუღამო. ანუ თვითონ დატაც ისეთი არის რომ როგორ უნდა დაამუღამო, მე ვერ მიხვდი რა, კარგად რა და მე ვიფიქრე ზუსტად რომ აი მეთქი ხო, ანუ სტატისტიკურად რომ მიუდგე ჯობია თქო და ხო მე ამის ამოხსნა რომ ვნახე ვაფშე ანუ თუ დაუკიდებია ეგ ფაქტი ვაფშე არც უფიქრია მაგაზე რა როგორც ჩანს. რაც კიდევ უფრო დამავნებელი იყო მაგათ. რა, გასაგების იყო რაღაც მხრივ რა. ანუ რა ხან არ გაძლო 60-დან ბევრ თავისუფლებას იმაზე რომ ეგეთ დამოკიდებულებები დაამოღო, მოიძულებული ხარ რომ ეს გააკეთო. ხო, აი გავაგზავნოთ. ხო, ეს რასაკეთებს ახლა რა? Find answer probability თითოეულ alternative answers გადაუღება და answers და slash answers შორის რა probability არის, მაგას ასაშუალო ის პროსტა. და მე find answer probability არის რა answer probability-ის არის ექსა. ხო, აი ძალიან მოგითხარი. თუ ის ტექსტი რაც answers და slash answers შორის არის რაღაც ტექსტი რომელიც არის main answer-ში მაგ შემთხვევაში უნდა ნუ მაგის ალბათობა დავთვალოთ რა. და ნუ ორნაირად გაყო ეგ ალბათობები რა, მოკლედ რა, თუ არის ამ იმაში main-ში და თუ არ არის რა. და ეგეც ოკეია, მაინც ფიჩერად გააქვს ეგ რა. ხო, ან თუ answer-ში არის, მაშინ ადგება და ყველანაირ ზემოთ რო ავხსენთ რა. სტატისტიკური ფიჩერები სად იყო? აი ეს ზუსტად იგივე ფიჩერებს გამოიყვანს ამ ალბათობებზეც რა. თუ აი ზუსტად იგივე წერია რა. მინიმუმს აიღებს, მინს აიღებს, მაქს აიღებს, answers აიღებს, counts აიღებს. აი გადავხედოთ რა მოკლედ რა. აი ეს არის მნიშვნელოვანი. აქედან დავიწყოთ პირდაპირ. გადმომეცემა sample, ანუ რაც არის პროსტა ის რა ქვია, ერთალი row, ანუ short dictionary და generate answer probabilities. აი გადავით ახლა ამაზე რა. generate answer probabilities რა არის? Answer probability და other probabilities, ანუ აი ზემოთ რაც აქვს ნახსენები, answer და other და როგორ ანაწილებს ახლა მაგათ რა. ანუ ამოიღებს თითოეულ იმას keys კი არა და values უბრალოდ და უყურებს ახლა. ნუ რა თქმა უნდა main answers-ებს. გადაუყვება supporting answer-ებს და ნუ ავიღებ რაც თითოეულის iur elements. და mean probability და extracted text. ახლა უნდა გადავიდე find answer probability-ში. რასაკეთებს ეს? გადავმოცემა მე ესე იგი ტოკენების ლისტი და probability-ების ლისტი.
ეგ რა არის ტოკენციური და probability-ური, მექნება ანუ ერთ-ერთი ტოკენების probability-ები და ნუ პროსტა ტოკენები რაღაც რომელიღაცა პასუხის. და გავარჩიოთ ხა ეს კოდი. ინდექსად იქნება პროსტა იპოვის პირველ ინდექსს, რომელიც იწყება answer-ით და მეორე, სადაც თავდება /answer-ით. ეს და იგივე ანუ ეს ალბათ არც მოუწევდა არსად, მაგრამ ოკეი. segment probability. Probability-ები ესე იგი. პროსტა აიღებ და მაგათ შორის წენა რო გითხარით რა. ანუ თუ მექნებოდა ტოკ 1, ტოკ 2 answer არის რაცა ესეთი რა. ამოიღებ და აი ამას რა მარტო რა. და პროსა ინდექსებს აიღებ და რაც აი აქ როგორც წერია. index starts +1, index end-მდე და index starts +1, index end-მდე, აქაც იგივენაირად რა. ორივეგან იგივეს და ჩაწერა მოუწევდა, იმიტომ რომ ტოკენების და probability-ებს იგზები ხო ტოლია. და ხო, ანუ გასაშუალებდა მაგას min probabilities, ანუ ერთ სკალარად გადააქცევდა და დაუბრუნებდა text. ტოკენების text რა. დაუბრუნა და მე ხო ეძებს ამას რა. თუ მე main answer-ში ანუ აი აქ რაც მაქვს რა. მაქვს ეს extracted text-იო. მაშინ answer probabilities დაუმატება min probabilities-ო. თუ არა და მაშინ other probabilities დაუმატება. So, until ისე რა ქვია რა. Wow, არაფერი ან მართლა არაფერი განსაკუთრებული რა. თუ ვიპოვებ string-შიო, მაშინ პროსტა answer probabilities დაუმატებო, თუ ვერ ვიპოვებ, მაშინ ეს დაუმატებო რა, other probabilities-ო. და ეს ხდება რა თითოეულ იმაზე, sample-ზე. ან თითოეულ row-ზე. ანუ ერთ row-ზე მხოლოდ ან ეს დამიბრუნდება, ან ეს დამიბრუნდება, ხო? ან სხვა ვარიანტი არაა რა, ანუ რაც ან ერთი იქნება ცარიელი, ან მეორე იქნება ცარიელი და ზუსტად აქაც აი მაგას აკეთებს რა ნახე. cosine similarity გამოსადეგი არ იქნებოდა. რას იქნება? არა, ერთ არაურიო, ეს არის ალბათობები. ალბათობები ვექტორებთან არაფერ შუაშია. როგორ არ არის შუაში, მაგრამ ალბათობა არის, ანუ რომელიღაც ტოკენს რა ალბათობით აგენერირებს. მე აქ არ ვუყურებ თვითონ ამ სიტყვის representative vectors რა. მიხდე? რო დავაზუსტოთ, ანუ უბრალოდ მაგ კითხვას ვეძებთ ის მაგ სიტყვას, target სიტყვას ვეძებთ მთავარ პასუხში და თუ ვიპოვეთ მაშინ მაგ პასუხის ალბათობას დაემატება min probability თუ არა და სხვა პასუხის ალბათობას დაემატება min probability. ხო, ზუსტად. ეგ არის, კი, ეგ არის ძალიან ჭკვიანურია, მაგითი რა, აი ვაფშე გუკედია მე ის ground truth-ია თუ ground false არის პირით. იმიტომ რომ მეორე დაამატა, ანუ other-ი რო დაამატა. ეგ არის, კი. other-ი რო დაამატა კლასი, ეგ ვაფშე აი, ეგ აბსოლუტურად დაიკიდა რა. აი, ეგ არის სულ აქ რა, რასაც აკეთებს, ნახეთ. ანუ length-ი დათვალა, ანუ რეალურად როგორც გითხართ, ან ერთი ბრუნდება ნულოვანი სიგრძის, ან მეორე ბრუნდება ნულოვანი სიგრძის რა. და პროსტა მაგას აკეთებს რა, ნახეთ აი. თუ 100 სიგრძე არისო, მაშინ აქ რაც ეს გააკეთეო, თუ არა და პროსტა ნულები ჩაწერო და იგივენაირად აქაც რა. და წენა რო გეუბნებოდით რა, supportive probability-ები კიდე ცალკე გამოიყენა. supportive probability-ები ნუ წენა ცალკე გამოიყენა, ხო რა. ცალკე გამოიყენა გულს, ანუ კიდე ცალკე ფიჩერები შეუქმნა რა მაგას რა supportive probability-ებს. და სტატისტიკები დაუთვალა თითოეულ ელემენტს მაგ მაღალ ტემპერატურიდან პასუხებს. ეს არაფერი განსაკუთრებული არა, პროსტა გადაუყვა ადგა და მინიმაქსი STD და length-ი დაუთვალა რა. ოკეი, ეს მე მგონი ძალიან მარტივი არის. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოკლედ რა. აი ეს ნაწილი, შესაბამისად აი ეს ნაწილი. ამ ნოუთბუქს შეგიძლიათ, იმიტომ რომ იმ ტიპს ამოხსნა ქონდა პოლონურად, მე ყველაფერი გამოვთარგმნე და თქვენს ქონდათ რამე რომ გადახედოთ რა. ჩვენ პოლონურად ჩავხედე მეც და ენის გასატეხი. ხო, პოლონურად. ხო, ამას შეგიძლიათ არინერვიულად. ხო, ეგ არის, ყველა ფიჩერი ჩამოთვალეთ და შემდეგ კოდის სნიპეტები უკვე არის უბრალოდ რავი ტიპი აკეთებს წერს ისეთ ფუნქციებს, რომლებიც პროსტა ამ ფიჩერებს შექმნის და მე დაადრევნებს. რა ეგ არის, self extractor-ები მაგალითად
მაგერ გაუწერა, რა feature extractor-ებიც აქვს და yep, ეგ არა, feature set-ები ნახე აქ all აქ მითებული, ანუ ყველა თუ არა და რომელიმეს მიუთითებ და თავის იზავს რა მოკლედ რა. ისე გავუშვი მიქა? ყველაფერი გაშვებული მაქვს, კაცო ვუშვებ შედეგი რა აგერ. დადო? რა დადო შედეგი? 0.82 ხო, ტრეინერი შექმნა და აქ ნახე research-ი და verbose-ი და research-ი მე არ გავუმიყენებია, იმიტომ რომ დროსაც წაიყიდა და მაგარი მეზარებოდა და პირდაპირ ანუ research-ი ვარ გამოგიყენებინა, ჩვეულებრივი XGBoost classifier-ი ქონდა, ამაზე საერთოდ არ მიჩალიჩა და არც თვითონ არ უჩალიჩა, როგორც ჩანს, იმდან კარგი feature engineering-ი ქონდა. NSTimator-ების ამას ქონდა და ნუ ეგ შეგიძლიათ ანუ როგორ დაიწყოთ ხოლმე ეს ვაფშე ბევრი მიუთითოთ. NSTimator-ის მაგდებს ისა overfitch რო გაიყვანთ, მე მაგიდან ჩამოიყვანოთ ნელ-ნელა რა, ეგეც შეგიძლიათ რა. რომ ანუ ნელ-ნელა რო დაუწევთ მოდელს კომპლექსიტის, ანუ ეგრე რა მარტივად მიხვალთ ხოლმე feature hyperparameter tuning-ით რაც კარგ შედეგამდე რა. მე ეგრე ვაკეთებდი ხოლმე რა, რომ შენ overfitch გამიყვანინა მოდელი და მე მაგიდან ამოვსულ ვარ რა და უკეთეს შედეგზე გავსულ ვარ რა გენერალიზაციის მხრივ. ხო, ანუ ამ კოდის გარჩევას დიდად მე მგონი არა აქვს აზრი რა, იმიტომ რომ აი ამ feature aggregator-ს გადასცემს და უბრალოდ ანუ XGBoost-ის ტრეინინგის კოდია რა. და model fit-ი აქვს. და ანუ მე აქ პროსა ევალუაცია რა. ან თუ verbose-ი გადაეცემა, მაშინ ოკეი, აუკროქს გიბრუნებს რა. და ხო, ნუ prepared data რა თქმა უნდა, datasets გადაუყვება, feature-ებს აგენერირებს, x უმატებს როცა fits values და y-ს უმატებს int-ში გადაყავს ის correct. ან არ არის ეგეთი რა და ნუ მე არის მოდელის დასაევება ეს ამას ყველა AI დაგიწერთ, პროსა დროს უთითებს და ეგრე ასაევებს. ხო, ევალუაცია. ამას ზუსტად აზრი რა გარჩევა, ანუ პროსტა აუკროკის სკორს მიგრუნებს რა. და რა ვიცი, ამას ჯობია ნუ თქვენ ჩახედოთ რა, ანუ ამას დაჟე მე მგონია რომ არც ჩახედოთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ თამაში იყო, ამ თამაში რა შუა შეგაც, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ნოუთბუქში იყო feature engineering-ი რა. და ეს პროსტა ანუ აშკარად აქ პროსტა გააწულინა ჩვეულებრივად ან GPT-ს ან რამეს რა. არც ჭირდება ამას ჩახედოთ დიდად რა. load model-ი აქვს, evaluate-ი აქვს რა. მეტი რა უნდა ქონდეს. და ნუ აუკროკის სკორს გიბრუნებს. იგივე არის როგორც აქ verbose, ჩათვალე verbose-ი პროსტა გადმოაკოპირო verbose-ის კოდი რა. არაფერი არა აქვს. ხო, და ნუ ბოლოს გაშვება რა თქმა უნდა. ხო, აგერა. ისე მარტო ამოცანას დაუდეს solution და ესე იგი მაგრად გავუჭირდათ ბავშვებს და მე მოიწონა. ძალიან მაგარი ამოცანა, კი, ბიჭო, ხე მართლა კაი ამოცანა. არა, ეხლა რომ აი აქაური ოლიმპიადა რო დავწერეთ, იმას რო შევადაროთ, ძალიან ბომბა. ძალიან შვენიერი ამოცანები იყო. არა, კარგი იყო, ანუ მაგას არ ვამბობ, ეხლა რომ დაუბრდღვენით აქაური მე. ასობა ის არის, რომ ამას საფრთხევაში არ როდები ამისთვის ქონდათ რამდენიმე კვირა, ხო, რაღაც ეგ წინასადად და 2 კვირა ქონდათ, რომ დაგეკეთებინა. სახში გასატანებელი ამოცანა იყო ეს. ხო, და ისეთ ამოცანა და ალბათ თქვენიც იყო. ხო, ანუ ეხლა ნახეთ ამას პროცესს იმიტომ უშვებდი, რომ ეს არის ანუ აუკროკის სკორი და ამიტომ პროცესს ევალუაცია გავუშვი. და ეს პროცესს ინფერენსი გავუშვი რამდენიმე სემპლს. ეს არ მაინტერესებს მე დიდად. მე მინდა გავიგო თქვენ თუ გაინტერესებთ, ესე იგი ეს რაღაცა რომ feature subset-ის evaluation-ს გააკეთა ამ ადამიანს. ნუ ალბათ გაინტერესებთ და მოდი გავაკეთოთ რა. მაგით აღარც გითხავთ ხო პირდაპირ გავაკეთებ. სულ აი გიგის კი არ აინტერესებს უკვე ზეგან მითხრა არაფერი აღარ მაინტერესებს მაგრამ. ბიჭო, ნუ მდევ თუ იმას ბრალს რაღაც თბილებში. აი, ნახეთ რა გააკეთა. ესე იგი, წერა რამდენი feature-ი ამოვიდა. სტატისტიკური, semantიკური, cross-transfer consistency, style, question type და answer probability-ის სტატისტიკები რა. ეხლა ნახე ამ რა გააკეთა. ჯერ გაცვლა მარტო თითოეულ feature-ზე. მე გაცვლა მხოლოდ ერთის გამოკლებით ყველა feature-ზე. ანუ ნახეთ გავუშვებ ხა და მიხვდებით რა. ანუ თითოეულ feature-ზე გაცვლა, აი, მარტო სტატისტიკურზე 71. semantიკური მაინტერესებს მე ძალიან. ძალიან ნაგეგენა ვაბულდა სულ შედეგები მომცავა და ამონახოთ. შენში ყოფილა გეგენა პრობლემა. ეხა უყურე მაიცა ეხა უყურე.
ეხა უყურე. შეხე, აჰა, რა გინდათ ო? აი ეს მართლა ინახე ყველაზე მაგარი ძალიან რო გითხრათ ყველაზე მაგარი რაც მოიფიქრა მეთქი და მე და თემიკორას ლაპარაკობთ ანუ იდეაში რომ დაიკიდეს ground truth-ი და მივთვით აი ეგ მომენტი რა რომ ანუ adder და answer-ის probability-ების ანალიზი რო გააკეთა მოკლედ რა მაგან დაუდო მარტო მაგაზე გასვლა დაუდო 0.91 ანუ ძალიან მაგარი ფიჩერი დააბადა ფაქტორიულად ეგ უნდა ეგეთი შედეგი მივიღე და მე ტუნინგით უფრო მაღალი რა ხო ეს არის მენა ყველაზე მაგარი ფიჩერი რა ხო ეგრეა feature set-ი უბრალოდ feature set-ი ფიჩერი არა feature set ეხლა თითო ანუ ერთ features გამოვაკლებს ამას დავოლოდოთ ამასაც ეს კაი ისე და მე feature importance-იც გავუშვა ბარემ ამას აღარ გავუშვი ბაზრი არა ხო ესე იყო ეს პროცესა დაპლოტეთ ახლა შედეგებიც მიიღო მე გავუშვა feature importance-ები და ანუ answer length ქონა ყველაზე დიდი feature importance-ი როგორც მას არდა თითქოს ის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი feature set-ი importance როგორ ნახა კოდი თუ просто კი просто მეთოდია კი ოკეი ანუ ეს იდეაში როგორ რაღაცა არის ნიკა feature importance ანუ ეს ხო ხისებრი მოდელი არის რა და ამ feature-მა ყველაზე მეჯერ გადააწყვეტინა ასე ვთქვათ მაგ ხეს ჩაჩლა აი ეგრე წარმოიდგინე ოკეი კაი ანუ ეგ არის უფრო feature importance-ებს random forest-ის მახსოვს რაღაც ეგეთივე ის ქონა და ხო აი ეგრე შეხედე რა და ანუ აი ეგ არის იდეაში ეს feature importance-ები აი ნახე სტატისტიკული მეთოდები რომ ამოაკლო უფრო მაგარი შედეგი მიიღო Okay, normally no orit. არა მამასაც გავუშვებ და ხო, რავი, ეგ არა. ანუ იდეაში უკან წევდა ეგ. სტატისტიკები ის იყო, ხო, რა ქვია, min-max-ი, დევიაცია, log-like. ეგ იყო. მაგრამ აი ძალიან მცირედი წევდა უკან რა. ორდეს ამაგარი ამოცანა იყო რა. იმ ძროხებსაც შეიძლება გიჯობდა. ერთ სტატისტიკურის და არა რა ქვია, negative log likelihood-ი და ეგენი. თუ ძალიან მცირედით ანუ გაუარესებასაც ვერ დაარქმევ ეგრე რა. ანუ ეს არის რაღაცა ზედმეტად მცირედი ცვლილება რა. აი წარმოიდგინე ხარ მე 10000 დებამდე ცვლილება გამოიწვია და ანუ იდეაში აი შედეგი და დოკუმენტი 42-44 ანუ all feature-მას კაი შედეგი დადო მაგრამ all feature-თან შედარებით გააუმჯობესა მეთქი ამათ ხო რა ანუ 6 დადო ამათ მაგრამ არაფერია რა ანუ რეალურად მაინც კაი feature-ებია საღოლ რა ადამიანს რა ეგ არის დაურჩეთ ამოცანას კითხვები და რავი აბა რა შვებით აბა როგორ ხართ საკმაოდ გასაგები არის, საკმაოდ გასაგები. რამე გაუგებართ თუ არა, ეხლა მითხარით ამას ეხლა ჩავაგდო, სად ჩავაგდო ეს? Discord ჩავაგდო, სად ჩავაგდო, ვინმე მითხარ ხა? იქ ფოლდერი გაუზიარებ კლიანად, ამოცანები და სადაც ამოცანები მაქვს დაგებული. ფოლდერი. ჩვენ არ გაგზიარებთ არაფერი შენები და კაი, ჩამიგდეთ რა ეგ ფოლდერი და ფოლდერში. იქ ამაზე მგონი, რა ქვია, classrooms. ჩავაგდეთ მეც. ხელზე რა მეგჭირს? არა, просто ბინტი მქონდა, ანუ თითი მქონდა ნაბრძოლი და ვერ ხვდიდი და. მიქ აი წინაზე რო იღრძე ისევე თუ კიდე იღრძე. ეგ თითი ცოტა გამიხო, ეხლა ცოტა მგივა, რაც დიდი ხანია რაც იოდადოაც. აი, აქ ჩავაგდო ხო პირდაპირ. ლექცია იწერება მგონი კიდე ხო? ახლა დღეს debrief-ი გავაკეთოთ solution-ის მერე. მირო ჯერ კიდევ გაზიარებული მაქვს პროგრამა. რავი აბა.
მაცა ხვალისთვის რომელი ამოცანა არის? ხვალ არ იქნება და ზეგი იქნება, დარსალა იქნება თანისივრის ამოცანაზე. მე შენ უტარე? ბაზარი არა, შენ ჩავტარე. მაშინ ზეგი იქნება დარსალა. EKG სიგნალები გაქვს და აქედან ფიჩერები უნდა არჩიო და ისე ამოხსნი. არის და ნახეთ, კაცო, მიღმულია კალენდარში გადადის და ნახეთ. ეგ ნახავთ. ეგა, კარგი, ჩავტვირთე. ინგლისურადაა თან და ყველაფერი გასაგები იქნება წესით რა. აი. აი, მორჩები და შეერებას ხო? თუ რამე კითხვა გაქვთ, არ მორჩები, რა თქმა უნდა, მაგრამ. აუ, კითხვა უნდა დასვათ, ისე მე არ დამცინდება. არ მოფიქრდება კითხვა. ხო, რა უჩერ უნდა გადავხარშო ეს ინფორმაცია, ცოტა გადავხედავ კაც და მე თუ მოაფიქრდა რამე მოვიწერებ. ბატონო. იმიტომ რომ ანუ რო ვაკურდები ძალიან ბევრი რაღაც ქონდა რა გაკეთებული და ეხა ერთიანად რომ მოვისმე. აი იმდენი რაღაცა ქონდა გაკეთებული, თან ვინიშნავდი და ორი ფურცელი გავავსითით ის. ხო, კოდს გადახედე. ანუ რეალურად ახე solution-ი კოდის დონეზე ძალიან მარტივი იყო, მაგრამ პროსტა მოფიქრება იყო და ძალიან სტატისტიკური, ანუ სტატისტიკაზე უფრო მონაცემებს ჩახედა ძალიან კარგად და lesson რომ ისე არის, აი თემიკომას ამ ძალიან კარგად დაიჭირა, ანუ იმ ფიჩერებს თემიკოს კარგად დაამატებდა, ეხ თქვენც რო დაგვირებოდით, ალბათ დააკვირდებოდით, აი მაგ პატარა outliers რა, 100-ზე რომ მითხრა, 100 არის პიკიო. ხო, არა, ეგეთი რაღაცები უნდა ამოგვამოთ რა უეჭველი რა. ეგ ისეთი რაღაცა არის, რომ იმაზე ის გამახსენდა რა ქვია, ჩვენ ამოცანაში CV-ზე რო რაღაც სიტყვაზე იყო airplane-ები. ხო, ეგ ბევრ სიტყვაზე იყო, მან რა, ეხა პროსტა მე გამახსენდა ერთადერთი მაგ მომენტში რა. Airfly იყო ეგეთი, ანუ რაღაც პატარა ეგეთი ბაგებიანი და ასეთი მოჭველი იქნება რა. ანუ მაინც იდეში მონაცემთან მუშაობა იქნება ძირითადად იქ, თორე არ ამგონია რომ მოდელირება პრობლემატური იყოს ვაფშე საერთოდ. ანუ მოდელების აწყობა არ არის ეგეთი კომპლექსური რა, თავარია რა საჭმე მოდელს რა. აქაც ზუსტად ეგ იყო, ანუ იმდენი feature engineering-ი მოუწია ტიპს რომ 0.82-ზე ასულიყო რა ვიცი. საღოლ ალბათ ეს იმასაც აჯობა. ანუ ეს ამოხსნა თვითონ ტიპისა თუ ანუ ტიპის გულისხმობა ვინმე ბავშვის თუ პოლონურის გულმა ატვირთვა საკუთარი solution, როგორც ხაჩვე რომ ჩვენ საკუთარი solution ვანახეთ ჩვენებს რა. ოკეი, ხო. აი, ანუ მეთქი ასეთი ძლიერი კონკურენტი თუ კიდე ერთი. ანუ მინუს. არა, პოლონელები ძალიან კარგები არიან. ფაშან მოიგეს, ხო გითხარით და წელსაც მაგათ დამსახურება საერთოდ რომ ეს პროექტი დავიწყეთ. სახეს გავაძლევთ კაცო. შოთას ინსპირაცია. კაი ხალხი პოლონელები კაცო. ეხლა რო ვაკურდები ნელ-ნელა იმდენი ძლიერი ქვეყანა ჩამოაიკრიბა, რომ ჩინეთი, რუსეთი, ამერიკა, აქეთ ინდოელები